ხელისუფლების მიზანი არ იყო გაუმჯობესება განათლების სისტემის. რატომ უნდა გაწყობდეს იაფი მუშახელის შექმნა? ამერიკა იმიტომ აკეთებდა დაფინანსებას საქართველოში, რომ ეს ჭკვიანი ხალხი გამოიზარდა და მერე წაეღვალა. ცხელი აგენტად არ მინდოდა გაფორმება. დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ როგორ შეგვიძლია საერთოდ სახელმწიფოს გარეშე ვაკეთოთ რაღაცეები. მედია წიგნიერებას დაემატეს AI წიგნიერება. საინფორმაციო სივრცე თრეშით არის, ნაგვით არის გაჭერებული. ჩვენ უკვე ალგორითმებს მარტივად ვენდობით. საბჭოა რჩება, რომ ტექნოლოგია არ უყვარს საქართველოში ხალხს. ჯარში მოუწევს ახლა იქაც მატრიანთელს საჭმევ. მე რო ვისწავლე და დიპლომი ავიღე, არ იყო ის საკმარისი და არა, არ იყო. მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენი პოდკასტების სერიას და დღეს ტექრაშის გადაცემაში სტუმრად ყავს ჩემი ძალიან კაი მეგობარი, მენტორი ნადი ხამინჯია, რომელიც ასევე ძალიან ახლახანს დაარსებული კვანტური გამოთვლების ასოციაციის თანამდაფუძნებელია და ამაზეც ალბათ რაღაც ეპიზოდის რაღაც ნაწილს შევეხოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ამ პერიოდში. ნანა, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოიცალე. ერთი წელია ხო ამასაც გეგვალთ ამ ნაწილს და პრინციპში განაცემის ბოლოსაც გვაქვს რაღაცა სიურპრიზი მაყურებლისთვის და ამასაც გავახმოვანებთ. ამიტომ დარჩით განაცემის ბოლომდე, გამოიწერეთ არხით, დაწერეთ კომენტარი და გააზიარეთ რაც თავარია. როგორ ხარ? კარგად. კარგად ვარ მე, ანუ ცუდად ვარ ქვეყანასთან მიმართებაში. ხო, ეს რაღაც ჩემ ცხოვრებასთან მიმართებაში ძალიან კარგად ვარ და აი ქვეყანასთან მიმართებაში ცუდად. ეს რაღაც საერთო ის არის რა, ნუ საერთო ფონი არის ბევრი ჩვენთან განისთვის და ბევრჯერ ვახსენე რომ ეს გადაცემაც ერთ-ერთი ეგ იყო მიზეზი, რის გამოც დავიწყე, თორე აქ ბევრჯერ მინდო და ფიქრობდი რომ არ არის ჩემი მაინც და მაინც, მაგრამ ეხლა უბრალოდ სხვა გზა აღარ დამჭა ადამიანებს რო ველაპარაკო და რაღაც საინტერესო ინფორმაცია გავუზიარო. ძალიან ბევრი ღონისძიება, პროექტი გავუკეთებია ერთად, რომელიც ძირითადად რა თქმა უნდა განათლებაზე, ბავშვების რეგიონებში და არა მხოლოდ მათ განვითარებაზე, ტექნოლოგიურ ჭრილში, გოგოების და საერთოდ ყველა ადამიანისთვის ზოგადად ინტერესი აქვს, რომ ტექნოლოგიურად განვითარდეს, რაც მათთვის ეკონომიკური რაღაცა სარგებლიანობის გაზრდა, კონკურენტუნარიანი პროფესიების დაუფლება და მერე დასაქმება არის არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ ბაზარზე. ამის ძალიან ბევრი კარგი მაგალითი გვაქვს საბედნიეროდ და ეხა ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაგვიდგა ძალიან ცუდი სიტუაცია, რომ ფაქტობრივად ის რაღაცა რესურსები რაც იყო ჩაიკეტა და ეხა რაღაცა შენს ძალიან ბევრ პროექტს აკეთებ, მაგრამ უფრო რთულად, იმიტომ რომ რაღაცა ბევრი რესურსი უკვე აღარ არსებობს ქვეყანაში და შენ აი ჯამში ამ ნაწილს როგორ შეაფასებდი სამ რაღაცა ზოგადად მიმოხილვებზე გადავიდოდეთ. ბევრს ვერ ვაკეთებ ზუსტად, იმიტომ რომ ძალიან გართულდა ყველაფრის კეთება ქვეყანაში. ჯერეთი ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს, რომ მანამდე აი 23 წლამდე ხო მეტნაკლებად მაინც ეს ევროპასთან, ევროკავშირთან ასოცირების მოთხოვნები იყო თუ ზოგადად მეტნაკლებად ამ მთავრობას გაცხადებულად მაინც ჰქონდა სურვილი რომ შეერთებოდა და იქეთ მივდიოდით, ანუ ვცდილობდით რომ მეტი გრანტი წამოგვეღო, მეტი ერაზმუსი, მეტი ჰორაიზონი, ამაში განათლების სამინისტროც იყო, ანუ სახელმწიფო უწყებებიც იყვნენ ჩართული და რა თქმა უნდა ხელს უწყობდნენ იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც აი ეს საერთაშორისო ფულიც კარგად მეტნაკლებად გამოიყენებინათ. ჩვენ სადღაც დროში გავიყინეთ, ისევ რაღაცა ის ერთადერთი ახლა რაც თითქოს მოძრაობს არის ეს ტექკვირეულები რეგიონებში, რომელთაც უკვე ისეთი ეფექტი რა თქმა უნდა აღარ აქვს და არის ეს დუით ჯორჯია, რომელშიც რაღაცა კიდე ცოტა უკვე რო ძვილდება, კიდე ისეთი პროფესიებია რაღაცა ნაწილი, ხო? თითქოს აი წინა 5 წლის წინადელ სტრატეგიაში ვარ თითქოს გაჩხერილი. ამასთან ეს ფულიც აღარ შემოდის და მაგრამ მე მივხვდი რომ ჯერ ცოტა ხანით ნუ ეს ორგანიზაციის ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია მქონდა ტექდრო, რომელთაც რაღაცებს კიდე ვაკეთებდი, მაგრამ მომიწია ცხელი აგენტად არ მინდოდა არნაირად გაფორმება, ამიტომ მომიწია მისი დახურვა და ცოტა ხანი ვფიქრობდი რომ იქნებ უნდა დავანებო ყველაფერს თავი, იმიტომ რომ იქ ძალიან კარგად ვცხოვრობ, ძალიან კარგ გარემოში ვცხოვრობ, გადასარევი ოჯახი მყავს ისა ვარ რა, ანუ შემიძლია რომ საერთოდ აღარ გამოვიხედო, ხო და გაცილებით უფრო უკეთესად ვიყო, მაგრამ აი თითქოს აი იმ სიბრაზემ რომ აი ასე ამდენი წელი რაღაცას ვაშენებდი და მარტო მე და შენ ლამის ღამეები გვითენებია იმისთვის რომ ბანაკი კარგი ყოფილიყო ან რაღაცა პიკნიკი საინტერესო ყოფილიყო და სამეცნიერო პიკნიკი ასე შემდეგ, აი ამ ბრაზმა კიდე უფრო მეტი ის მომცა ჟინი, რომ ვიცი რომ ეხა ხელსაც შემიშლიან, არ დამეხმარებიან, იქ რაღაცა საჯარო სკოლაში შეიძლება ვერ მივიდე და არ შემიშვან პროგრამით, ამან კიდე უფრო მეტად გამაბრაზა და უფრო მეტად დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ როგორ შეგვიძლია საერთოდ სახელმწიფოს გარეშე ვაკეთოთ რაღაცეები. ეს კვანტური გამოთვლების ასოციაციაც ესე დავაფუძნეთ რა ჩემო ყოფილმა სტუდენტმა და
ასევე კოლეგამ, ხო, რაღაცნაირად, რომ იმიტომ რომ არაფერი ამ მიმართულებით არ ხდება, ყველა თავთავისთვის რაღაცას აკეთებს, ვინც ფიზიკაშია, ამ მიმართულებით და ისედაც ვთქვათ, რაღაც კვლევებს აწარმოებდა, მაგრამ ერთიანად ქვეყანას სტრატეგია არ აქვს, ერთად არავინ არაფერს არ აკეთებს და იმავე დროს თვითონ ამ საქართველოს უნივერსიტეტსაც შევუერთდი შარშან და იქაც ძალიან წამოვწიეთ ეს თემა, ეხლა 30 მაისს დიდი კონფერენცია გვექნება ამ მიმართულებით და რაღაცნაირად რომ განვავითაროთ, ანუ კი არის ეს ყველასთვის ჩვენთვის ზედმეტი შრომა, ისევე როგორც ჩვენთვის არის ხო, რობოტიკის ასოციაცია. მაგრამ მე მგონი ახლა უფრო მეტად არა გვაქვს რაღაცნაირად გაჩერების უფლება, იმიტომ რომ ეხლა ჯერ ვერ ვხედავთ ვთქვათ ამ მთავრობის ცვლილებას და იმის საშიშროება დგას, რომ შეიცვლება ეს მთავრობა უკვე გაჩუმებულები და უკვე რაღაცა პარალიზებულები არ დავხვდეთ ამ ცვლილებას. თან აი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ვთქვი, რომ ამ ბევრ რაღაც კეთდებოდა თითქოს მაგრად ვითარდებოდით, მეც ახლა აი გამოვიყენებ ამ ტერმინს ეს ბაბს რო ეძახიან ხოლმე მით უმეტეს კი ძალიან ბევრ რეგიონში ბევრ ადამიანთან მქონდა შეხვედრა, მაგრამ ის ადამიანებიც მაინც აი ვინც დავაინტერესდა ჩვენს გარშემო იყო რაღაც აქმა მქონდა რომ ძალიან მაგრად ვითარდება რაღაცეები, ნუ ყოველ შემთხვევაში კარგად მიდის რა მდგრადობა და რაღაც განვითარების ტემპი იყო საკმაოდ კარგი. უკეთესად შეიძლებოდა, მაგრამ როგორც იყო იმას ბევრად ჯობდა რაც ახლა არის, ხო? კი და ეხა ვართ ყველაზე მნიშვნელოვან ამბავში რომ აი ბოლო რამდენიმე წელიწად, ბოლო 3 წელიწადში ამ AI-იმ და რობოტიკის განვითარებამ ძალიან რაღაც დიდი ნახტომი გააკეთეს და ჩვენ ამ ნახტომში დავრჩით ქვევით. რაც რავი, ანუ აქამდე თუ მივყვებოდით ამ რაღაცა გლობალურ ტრენდს და რეგიონის მაინც, გლობალურს პატარა რეგიონალურს მაინც. ჯობდით ბევრ რაღაცაში, ხა რეგიონში საკმაოდ კარგად ვჩერდება, მაგრამ რაღაცა ის ქონდა, რაღაცა უპირატესობები ნამდვილად ქონდა და ეხა რომ ყველაზე რთულ, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში მოგვიწია აი ამ რაღაცეებთან და რა შეჯახება, ეგ იყო ჩემთვის ძალიან რთული, იმიტომ რომ ხედავდი რომ ყოველდღე ნიუსებს ვათვალიერებ, რაღაცა ჩინეთში, ამერიკაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში რაღაცა კონკრეტული ტექნოლოგია, სომხეთში რა თქმა უნდა, რაღაცა კონკრეტული ტექნოლოგიური პროგრესები აქვს, საკმაოდ კარგად მიყვებიან ამ ტრენდებს და მგონია რომ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც აი კვანტუმ კომპიუტინგზე არის ხო რაღაცა რომ 2029 წელს თვლიან რომ მაგის ხანა იწყება რეალურად და ისი ნიშნები რა თქმა უნდა უკვე არსებობს და ასევე AI რაღაცა კიდე ბუსტი მიცა ყველაფერს რობოტიკაც საგერ განვითარდა და კიდევ ვითარდება და ჩვენ არაფერს არ ვაკეთებ ისევე იმ რაღაცა 5 წლისიანდე 10 წლისიანდე სტრატეგიას მივყვებით რაც რა თქმა უნდა წამგებიანი პოზიციაში აყენებს ჩვენ ქვეყანას ზოგადად გლობალურ ასპარეზზე და აი მე რა იქნება ეგ არის ხოლმე სულ კითხვა ჩემთვის რა რომ აი კაი წავალ მე და მე ოკეი ვიღაცები შეიძლება ვერ ხვდებიან მაგ ყველაფერს ასკარგავენ მაგრამ მე რო ხვდები ამ ყველაფერს ეს რაღაცნაირად პასუხისგებლობასაც მაძლევს რა რომ აი იქნებ ცოტა ხანი კიდე რაღაცა გავაკეთო და ვნახო როგორ შეიძლება რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს. აი ბევრ ადამიანს აქვს ხოლმე თუნდაც ახლა ასოციაციის დახურვაზე თქვი შენ ხო რუსული აგენტობასთან დაკავშირებით რომ მე რაც გამიგია ყოველ შემთხვევაში რომ აი რაღაც თუ ცუდ საქმეს არ აკეთებენ ყოფილიყვნენ და რაღაც ეგეთი ახმა რა და აი რა შეგილია უპასო ხო ყველაფერს. იმიტომ ჩვენც გვაქვს ხოლმე რაღაცა მაგასთან დილემა სულ. ხო, რა თქმა უნდა გვაქვს ანუ უბრალოდ ძალიან რთულია, როდესაც ესეთ იარლიხს მოგაკერებენ და თან პირდაპირ გვაქვს ეს რუსეთის მაგალითზე ნანახი, რომ ესეთ ორგანიზაციებს, რომელთაც ჯერ ეს უცხოური აგენტისის მიაკრეს, შემდეგ ნელ-ნელა ყველაფერი შეუზღუდეს, ყველა მასალაზე ვალდებულება დაედოთ, რომ ყველა მასალაზე აი წარმოიდგინე, ხა შენ რაღაცა პოდკასტს ვაკეთებთ, ხო? და რახან ნანატი ხამინჯია მონაწილეობს ამ პოდკასტში და დაეწეროს, რომ ეს არის უცხოელი აგენტის, ხო, უცხოელი აგენტის მოსაზრება და მე საერთოდ ანუ არჩევნებში პრინციპში ეს აქაც გააკეთეს, მე ეს კანონი უცხოელ აგენტთან არა, მაგრამ ზოგადად როცა გააქვთ თანამშრომლობა, რომ არა გაქვს არჩევნებში მონაწილეობის მიღების, ანუ ხმის მიცემის კი არა თვითონ რომ მონაწილეობა მიიღო, მე რუსეთში კრავს თანამდებობებზე აუგზალეს, მოკლედ ყველანაირად შეზღუდეს, ნამდვილად არ მჭირდებოდა არაფერში, ახლა რასაც შენ ძალიან კარგად იცი, ჩემი ცხოვრება 2017-ში ნაწილობრივ დავბრუნდი საქართველოში და რაც დავიწყე ყველაფერი შენთან ერთად ვაკეთე და დავიწყე, ხო? და ის რო ხა ამდენი ისა გვაქვს, რა ქვია, ნერვები და ენერგია რაღაცეებში ჩადებული და ამას უცხოელი აგენტი უნდა მიეკრას უცხოური ძალის ინტერესების გამტარი, როცა იმის მეტი არაფერი არ გვიკეთებია, ქართული ინტერესი ყოფილიყო და ქართულ ბავშვებს ისეთივე ბანაკები ქონოდათ და ისეთივე ვორქშოპები, როგორიც მე უცხოეთში, ამერიკაში მაქვს ნანახი ჩემი შვილების მაგალითზე, ხა ეს ყოფილიყო უცხოური აგენტი თუ რაც არის უცხო ძალის ინტერესების გამტარი და
გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ხა ამას ამ რაღაც სენტიმენტებს რო თავი დავანებოთ, როგორც კი აქ რეგისტრირდები, შენ ვალდებული ხარ, რომ ყველა შენი ბენეფიციარის ინფორმაცია კონდეს ატვირთული და აი თავიდან როცა ეს რეესტრში როცა იმ ორგანიზაციებმა რომელიც დარეგისტრირდნენ, ანუ რეესტრმა კი არ გადასინჯა და კი არ დაფარა კონფიდენციალური ინფორმაცია, პირდაპირ ყველაფერი საჯაროდ კორექტირების გარეშე ატვირთა. ხო წარმოიდგინე მე წელიწადში ვმუშაობ დაახლოებით 500-დან 1000 მოსწავლემდე გააჩნია ხა რამდენად მაგ პროექტების კეთების შესაძლებლობა ხო და წარმოიდგინე ხა 1000 მოსწავლის პირადი ინფორმაცია რომ თურმე იმაში უნდა მქონდეს ატვირთული და მათ შორის ვის ვუხდი მაგალითად ტრანსპორტირების ფულს რო კონფერენციაზე ჩამოვიდეს იმიტომ რომ სოციალურად დაუცველია ხო წარმოუდგენელია ეს ამბავი ეს არის ყველანაირი ეთიკის და ადამიანის ფლების დარღვევა და ამას მით უმეტეს არ გავაკეთებდი კი და მანდარი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა რომ ეხლა აუცი საქართველოში ძირითადად პატრიოტიზმის სუფრაზე გამოვლინდება ხო უმეტეს შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს რაც საზოგადო და ყველა ადამიანი არ მოიაზრება აქ მაგრამ ვის გაუხარდებოდა ეხლა რომ თუ მართლა პატრიოტული ჟინია გულში ადამიანს რომ იმას ეძახონ უცხოური ინტერესების გამტარი ხო ანუ ეგ არავისთვის მაგ ყველაფერს იურიდიულ ფორმებს რო დავანებოთ რაღაც მორალურადაც კი რაღაცა მიუღებლობა არის ალბათ ნებისმიერი ქართველისთვის ვინც ნამდვილად პატრიოტია და იმისთვის იყოს ეს კანონი მორალურად ხო მორალურად მიუღებლები გაეხადათ ხო საზოგადოებისთვის ადამიანები ვინც რაღაცას ცვლის ვისაც აქვს უნარი დამოუკიდებელი იყოს ამ სახელმწიფოსგან იმიტომ რომ საერთოდ არანაირი ჩემი შემოსავალი არ არის აქ დამოუკიდებული იმაზე ჩემზე რას ფიქრობს სახელმწიფო რომ მე მქონდეს პროტესტის ხმა ეგეთი ადამიანების ჩახშობა იყოს ზუსტად ამ კანონის მიზანი ხო მარგინალიზაცია პირველ რიგში და მე მარტივია უკვე ხო ქვეყნის მტრები არიან ესენი ეს ისედაც მაინც მეძახეს ხო საშიში აგენტი და რაღაცები მაინც დამიძახე იმ ხალხმა რომელიც მანამდე ჩემი ქებით თავს იკლავდა მაგრამ მე მგონია მაინც უფრო ნაკლებად იმოქმედა ამ ამბავმა ხო რაღაცა ძალიან დიდი სიმტკიცე რაღაც მე რაც უყურებ ძალიან დიდი სიმტკიცე არის ხომ ეხლა შენ რაღაც ბევრი რაღაცის ეპიცენტრში იყავი და აქედან რომ გამოხვიდე ფსიქოლოგიურად რაღაცა მდგრადი ძალიან რაღაც ჩემთვისაც ძალიან რთული იყო რაღაც პირველი თვეები განსაკუთრებით ძალიან გამიჭირდა მე სამ დავასწავლე გავიაზრე რაღაცები გადავაფასე და მე ახლიდან დავბრუნდი განათლების სისტემაზე ვლაპარაკობთ დიდ ძალიან ბევრს ახლა ჩვენ ძალიან ბევრი გვილაპარაკია როგორ შეიძლება გამითარდეს რეალურად განათლების სისტემა და მათ შორის ეხა ახალ რეფორმასთან დაკავშირებითაც რაღაცა ერთი-ორი სიტყვა ვთქვათ, იმიტომ რომ რეფორმა რა თქმა უნდა განათლების სისტემაში ვინც განათლებაშია ჩართული, რომ აუცილებელი იყო და არის, მაგაზე ორი აზრი არ არსებობს არასდროს, მაგრამ როგორ ტიპის რეფორმა უნდა იყოს, მაგაზე რა თქმა უნდა ძალიან ბევრი საკამათო საკითხია. საკამათო კი არა, ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც ესე აშკარა იყო, მაგრამ არ გაითვალისწინეს და ამის მაგალითად რადიკალურად განსხვავებული ზომები მიიღეს. მაგალითად შენს ბევრჯერ კითხვამს დაგიწერია და ისე ჩვენს რაღაც განგვიხილია, მაგრამ ჩვენი პროექტების ფარგლებში ფაქტად შევსწრებიოთ იმას, რომ სკოლების დიდ ნაწილში რაღაცა არ არის გათბობა, არ არის შუქი, არ არის კომპიუტერი, არ აქვს მოსწავლეს ისეთი პირობები, რომ რაღაცა ნორმალურად მიიღოს რაღაცა ის განათლება და ამის მაგალითად რომ ეს მოგვეგვარებინა, დავიწყეთ რაღაცა კენწეროში გადაჭრა პირველ რიგში. რეფორმა არ იყო მიზანი და იმიტომ ეგ არის ძალიან მარტივად უნდა შევხედოთ ხოლმე ამ ამბავს, რომ ამ ხელისუფლების მიზანი არ იყო გაუმჯობესება განათლების სისტემის, თორე თვითონ ეს ახლა მე ვიცი რომ სულ რაც დავბრუნდი კი რაც წასული ვარ სულ განათლების სამისროს რაღაცაში ვაკრიტიკებ, მაგრამ ეს კრიტიკა ეხებოდა ვთქვათ აი რაღაცა რომ ვთქვათ საქმის 50% უნდა აკეთოს სხვანაირად. თორე მაგრამ ისინი სულ რაღაც აი ამ რაღაც ხან მილენიუმის ფულით, ხან მსოფლიო ბანკის ფულით, ხან კიდე რაღაცა არ ვიცი ჰორაიზონის ფულით სულ მუშაობდნენ იმაზე რომ რაღაცნაირად რაღაცეები პატარ-პატარა გაეუმჯობესებინან. ხარისხის განვითარების ცენტრში ავტორიზაციის და აკრედიტაციის ჯგუფი გადასარევად მუშაობდა. ნუ ეხლა ჩვენ ქვეყანასთან ეხლა ვერ მოვთხოვთ ხო რაღაცა იმის ფინეთის მდგომარეობას ხო ვერ მოვთხოვთ ამ ქვეყანას და რა მდგომარეობაც გქონდა იმის მიხედვით ძალიან ბევრ შრომას ხარჯავდნენ იმაზე რომ ევროპულ სტანდარტებთან ყოფილიყო მიახლოებული უნივერსიტეტებში ყველაფერი თავისით ნუ ადამიანები ამ გრანტებს მოიპოვებდნენ პირად კონტაქტებს იყენებდნენ იქიდან ქართველებს ვინც წასული იყო იმათ ვიყენებდით და ესე ვაშენებდით რაღაცებს ხო და იყო ამ რეფორმებზეც იყო რომ მაგალითად აი STEM მიმართულებები როგორ უნდა დაფინანსდეს, რა ვიცი 3 წელი იკლებდნენ ამას, მე მგონი 2 სხვადასხვა პროექტი იყო ამის კვლევის და ეს ყველაფერი გააზრებული ამ ხალხს ჰქონდა რომ როგორ უნდა მოხდეს მეტნაკლებად ხა რაღაც სისულელებს აკეთებდა ყველა ახალი მინისტრი რომელიც მოდიოდა, მაგრამ
ის რაც ახლა ხდება, ეს არის აი მთლიანი ნგრევა. რაც ახლა ხდება, ჯერთი დავიწყოთ იქიდან, რომ მე 12 კლასს რო ხსნიან. აი როგორ შეიძლება თან როგორი პარადოქსებია ხოლმე რა, ძალიან სასაცილოა, აი ყველაფერს თავიდან არგუმენტები არ გაქვთ რო იცახიან. იმის წინა წელს გვითხრეს, რომ სკოლაშიო ვერ სწავლობენ ქართულს კარგადო. და ეხლაო ისედაც გაჭედილი რო გვაქვს ეს პროგრამები, განსაკუთრებით საინჟინრო პროგრამები, იმიტომ რომ ყოველ წელს რაღაცა ახალი გვემატება, რაც უნდა ვასწავლოთ, რა, უფრო მეტი უნდა ვასწავლოთ, ხო? ამაში ეხლა ერთი კურსიო გამოყავითო, პირველ კურსიო ქართული უნდა ასწავლოთ. ანუ გვეუბნება, რომ 12 წელიწადში ქართულ ენას და ლიტერატურას ვერ ვასწავლით ბავშვს ისე, რომ მერე მან პირდაპირ აკადემიური წერა ისწავლოს, ხო? ეხა ეს კენთო და მე 12 კლასი მოხსნეს საერთოდ. ანუ ხო ყველაფერს იდეალურად ვასწავლეთ და ვატებთ. გადასარევად ვასწავლით ეხლაო. ოღონდ იცით როგორი სასაცილოა, აი წარმოიდგინეთ, რომ არ ვიცი, მაგალითად ისა რა ქვია, ვერ ვიცავ დიეტას ვერანაირად, ხო? თქვათ ეს ჭარბიწონა, ან რაღაცა ისეთ არღვევები მაქვს ჭარბიწონა მაწუხებს, ანუ მთლიანად სისტემა, ორგანიზმი, ჩვევები, ყველაფერი ისა მაქვს, მოშლილი მაქვს, ხო? არც ჩვევა მაქვს, არც ორგანიზმს კიდე თავისი პრობლემები აქვს და ესეთ მდგომარეობაში ვარ და უცებ რაღაცა იმას ვქენი, რა ქვია, სხვაგან გადავცხოვდი, უბრალოდ, სხვა ადგილას და ვამბობ, რომ ხვალიდან მე ათლეტი ვიქნები. ანუ რანაირად ადამიანო, თუ არაფერი არ შეცვალე, თუ შიგნით რეფორმა არ გააკეთე, თუ მასწავლებლების რეფორმა არ გააკეთე, როგორ მპირდები იმას, რომ რაც მთელი ეს 15 წელი რაც დანგრეული ქონდა, უცებ ეხა თურმე მე 12 კლასს კიდე რომ მოაკლებ ამით. უფრო მაგარი გახდება. უფრო მაგარი გახდება. ეხლა რაღაცა ცირკი არის. იგივე დაგვემართა ახლა უნივერსიტეტებზე. ჯერ გვეუბნებიან, რომ სწორ კადრსო ვერ უშვებთო, 4 წელიწადში ვერ უშვებთო, ისეთ კადრს, რომელიც ბაზარზე დასაქმდესო. ამ დროს ინჟინერიაში და მეცნიერებაში მე არ ვიცი, ვინც ნორმალურად ისწავლა ახლა. მართლა ის კი არა გადასათრევი რო იყო, არა, ვინც ისწავლა რაღაცა უნივერსიტეტში და დასაქმების გარეშე დარჩა, ხო? იმიტომ რომ აგრე მსოფლიო ბაზარია უზარმაზარი და დეველოპერების ნახევარი თუ წასული არ არის, აქედან მუშაობს უცხოეთზე, ხო? ძალიან კარგად იცი შენ ეს სფერო, ხო? და გვეუბნებიან, რომ არაო, თქვენო ვერ ამზადებთო 4 წელიწადშიო, კარგ კადრსო, ეხლა 3 წელიწადში უნდა მოამზადოთ. აი, რაღაცა ძალიან სასაცილო რაღაცებს უყურებთ, მაგრამ სასაცილო არის სანამ არ დაიწყებ იმის გააზრებას, რომ კი, მაგრამ რატომ უნდა ჭირდებოდეს ესეთი რაღაცების კეთება? ხო, აი, რატომ გადაწყვიტეს ეხლა, როცა სულ სხვა რაღაცებზე მუშაობდა მთელი ეს რაღაცა სამინისტრო ამდენი წელი, ხო? მე კარგად რომ ჩაეძიები, ხვდები, რომ ეს არის მიზანი რა, მიზანი არის, რომ 20 წლის ადამიანმა დაამთავროს, ჯარისგან თავი ვერ დაიცვას, იმიტომ რომ კიდე 7 წელი ექნება, ხო, მაგისტრატურას 20 წლის დაამთავრებს. ჯერ ერთი არ ექნება საკმარისი კვალიფიკაცია და ცოდნა იმისთვის, რომ კარგად შევიდეს, თუნდაც უცხოურ შრომის ბაზარზე. არც ქართულისთვის შეუძლებელი ხდება. გეყოლება იაფი მუშახელი, ხო, ჯარში მოუწევს, ახლა იქაც რაღაცა მატრიანთელს აჭმევ და დაცვა დამუშავებ რაღაცა ფაქტობრივად ხელფასის გარეშე. ანუ ქმნი იაფ მუშახელს და რატომ უნდა გაწყობდეს იაფი მუშახელის შექმნა? ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად იმას აკეთებ, რასაც რუსეთის უცდილობდა, ხო? 1801 წლიდან მოყოლებული, რომ ქართველებს წერა-კითხვა არ ცოდნოდათ, რომ ქართული ენა არ ცოდნოდათ, რელიგია მოშლილი ყოფილიყო. აი, რასაც ცდილობდა, ზუსტად იგივეს აკეთებენ. ახლა ამაზე მეტს, რასაც ესენი აკეთებენ, ქვეყანას ვერ დაუშავებდი. არ ვიცი, ამაზე უარესი რა უნდა გიქნა, წყალში უნდა ჩაგეყარა საწამლავი ალბათ და ერის ის უნდა გამოგეწვია, რაღაცა განვითარების ჩამორჩენილობა მთელ თაობაში. იგივეს ვაკეთებთ ახლა რა. თან აი ეს ყველაფერი პარალელურად რო ხდება, რომ ტექნოლოგიას ვეღარ მივყვებით, განათლების სისტემა ინგრევა და 5 წელიწადში სად ვიქნებით, აი კაც ვარიცი, შეიძლება მართლა ჯოხებით ვიბრძოლოთ რაღაცა რომ მოხდეს, რაღაცა ხუმრობა იყო ხოლმე, მაგრამ მართლა ეგრე მოგვიწევს, ხო? ახაც ესე მოგვიწევს, იმიტომ რომ თავდაცვას საერთოდ აქვს ტექნოლოგიები. ანუ თავდაცვას რო შეხედო, გული გაგისკდება. შეწყდებს შეგიძლია შეხედო, ტრენინგებს შეგიძლია შეხედო. ხო, ძალიან და 2012 მერე რაც ვიცი, ყოველ შემთხვევაში ჯარის გადამზადების და ტრენინგების ბიუჯეტები ნელ-ნელა მცირდებოდა და ეხაც რაღაცა არ არის მაინც ახალბიელ მდგომარეობაში. მაგასო თავი დავანებოთ, აი ყველაზე ერთ-ერთი განათლების ერთ-ერთი ნაწილი იყო კიდე, რომ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი და შემდეგ და ჩვენ აი მე პირადად ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, რომ აი მეწარმეობის მიმართულებით entrepreneurship-ზე არა მხოლოდ ბიზნესს ესწავლა, არამედ ისწავლა ინჟინერსაც, რაღაცა იქით დიზაინერსაც და სხვა პროფესიებსაც ადამიანებს, რომ მე ესენი ერთად მომხდარიყვნენ რაღაც ერთ გარემოში და რეალურად აქ იქმნება ხოლმე ის იდეები, რაზეც მე შეიძლება რაღაც ბიზნესი დააშენო, სტარტაპი დააშენო, რაღაცა ეგეთი რაღაც გააკეთო რა. მანამდე ეს თითქმის შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ მაინც რაღაცა მიმართულებაზე იყო მიბმული ეს საგანი.
ხო და როგორც კი ეს გამოგვივიდა და რაღაცა უკვე ნენელა ვიწყებთ ამაზე მუშაობას, რა თქმა უნდა ეს თან არაქართული ფულით, უცხოური ფულით. არაქართული ფულით, კი, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის ამ ყველაფრის. ეხა გაუქმეს და ფაქტობრივად ის ნაწილი, რომ თუ ჩვენ ტექნოლოგია გვიყვარს და გვინდა რომ განვითარდეთ და ადამიანებმა საქართველოში შექმნა ისეთი კომპანიები, რომლებიც რაღაც ბიუჯეტს და ეკონომიკურ რაღაცა კარგად განავითარებს, ხო? მაგის ალბათობებიც ძალიან შემცირდა ამ ნაწილით, ხო? ანუ თუ არასწავლი, თუ რაღაცა უნივერსიტეტში რაღაცა 3 წელს გაარბენინებ უცებ თუ კომუნიკაცია გარემოში არ ჩააგდებ ადამიანს, რომ მარტო კი არ იყოს რაღაცა სხვა იდეების მატარებელ ადამიანთან იჯდეს და რაღაცა იდეები გაცვალონ, მაშინ ეს შანსები კიდევ უფრო მეტად მცირდება. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამ ინოვაციებს დღეს სჭირდება ინტერდისციპლინარობა. ყველაზე მეტი ინოვაცია და ყველაზე დაფინანსებული ინოვაციები არის დღეს ბიოტექში, აგროტექში, სამედიცინო ტექში. საიდანვე შეიკრიბოს ეს ხალხი მარტო ბიზნესმენები თუ შედან ერთად, ხო? და ინჟინერებთან არ აქვს თანაკვეთა და ბიოლოგებთან და ეს აქ ხდებოდა ყველაზე კარგად. აი კვლევების მიმართულებითაც, ხო? ის რა ქვია, მონაცემთა ცენტრი ტექნოლოგიების სკოლის მთლიანად ჩართული იყო ბიოლოგიურ, ბიოქიმიის და აი ამ რაღაც ეკოლოგიურ კვლევებში და სეისმურ კვლევებში და ასე შემდეგ. ანუ აქ ამ უნივერსიტეტში სულ ესეთი თანაკვეთებით ხდებოდა ძალიან ბევრი კვლევა, ხო? თუნდაც ეს კორპუსის შექმნა და ეს რა ქვია, როგორ კომპიუტერ ლინგვისტიკის პროგრამა და ასე შემდეგ და შენ ისიც გახსოვს ჩვენ რამხელა ენერგია და მე და ჩემმა კოლეგებმა როგორი რამდენი ენერგია დავხარჯეთ იმაზე რომ სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად აქ საინჟინრო პროგრამები და კომპიუტერული მეცნიერება და ელექტრონული ინჟინერია და კომპიუტერული ინჟინერია გაგვევითარებინა და ეს ლაბორატორიები მოგვეპოვებინა ისევ და ისევ ამერიკული ფულით, ხო? მილენიუმის ფულით და მე უცებ გადაწყვეტეს რომ თურმე ეს აქ არ უნდა იყოს ეს ამხელა ბიოქიმიის და გენეტიკის და რა ვიცი ნეირომეცნიერების კვლევები რომელიც ამ უნივერსიტეტს აქვს ეს აქ თურმე არ უნდა იყოს იმიტომ რომ ამას 30 წლის წინ ქონდა ის რა ქვია უცხოენები. ოღონდ სასწავლო და მასწავლებლის მომზადების პროგრამა და ოღონდ სასწავლო ისა რომ ეს უცხოენებიც არ დაუტოვეს სრულად და მასწავლებლის მომზადების პროგრამებში აი ქვეყანაში რომ გადათვალო მარტო 13% დაუტოვეს ილიას ხო, ანუ მთლიანად რაც აქვს სხვა უნივერსიტეტების მთლიანად რაც არის მასწავლებლის მომზადების პროგრამები ქვეყანაში, იმის 13%-ია მარტო ილიას უნივერსიტეტში და ძალიან სასაცილოა რას ერთი ფაკულტეტი და რა ტრადიციულად. მაშინ ამ თვალსაზრისით ყველა კერძო უნივერსიტეტი აგერ 20 და 5-7 წლის წინ არის ზოგი გახსნილი და მაშინ ისინი თუნდაც დავხუროთ, იმიტომ რომ არც ტრადიციული საერთოდ არ არსებობდა ხო ეგ უნივერსიტეტები და მიულენ ალბათ მაგრამ ეგ არის რომ მიზანი არ გაქვს გაუმჯობესება, ანუ მიზანი გაქვს დესტრუქცია და ეხლა როცა მიზანი გაქვს დესტრუქცია ძალიან მარტივი, რასაც გინდა იმას დაშლი, სადაც მოგცემენ უფლებას, ხო? ეხლა გპ-ის მიერთებაც უნდა და გპ-ი ცოტა ეჭიდავა, სოხუმის უნივერსიტეტსაც რო ეჭიდავა, არ დაკარგავდა პროგრამას, რომ ვერ ეჭიდავა. ხო, თან სოხუმის უნივერსიტეტს ჰქონდა ყველანაირი ვიქარე პირობა. ილიას ჭიდაობაც არ უშველი და ცხადია, იმიტომ რომ ილია ისედაც დაცვალწუნებული ყავდათ, მაგრამ სოხუმს ჰქონდა ეს რაღაცა ისინი, რა ქვია, ბერკეტები იმისთვის რომ ებრძოლა, მაგრამ ნუ დანებდნენ. მეორე იტყვის ამას, რომ ამერიკა იმიტომ აკეთებდა დაფინანსებას საქართველოში, რომ ეს ჭკვიანი ხალხი გამოიზარდა და მერე წაეღვა და იმიტომ რეალურად ხა იქ პროგრამების დიდი ნაწილი ამ საქართველოში მუშაობს ფრილანსად და საკმაოდ დიდი შემოსავალი შემოაქვს ეკონომიკური. მე აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ სტატისტიკურად თუ არ ვწდები, აი აგრომეურნეობით ექსპორტს გადაასწრო ამ ინტელექტუალურ ექსპორტმა, რომელიც ფრილანსერად მუშაობენ ტექნოლოგიების და დიზაინის მიმართულებით და ეგეც საინტერესოა, რომ ეს ბაზის კვლევა რო გააკეთეს ამათმა, ეს თვალისწინებს რომ ეს ადამიანები დისტანციურად მუშაობენ საზღვარგარეთაც თუ აი საქართველოში რაღაც 3 კომპანია რო გვაქვს სულ იმ 3 კომპანიას ამდენი ადამიანი ჭირდება ეგ თვალისწინებს ეს იყო ცხადად ეს იყო ძალიან ეს ამას ბაზრის კვლევა არ ქვია ეგეთ კვლევას არ ვიცი ჩვენ ერთ პროგრამას რო ვქნიდით მაშინ არ ვაკეთებდით ეგეთ სამორცხინო კვლევას აი მართლა აი ვინმეს თუ რამე ესმის უბრალოდ ხმა არ ამოუღიათ თორე დარწმუნებული ვარ რომ ქოცი ექსპერტები ვინც არიან და იმის რა ქვია ბიზნესის და ეკონომიკის ექსპერტები ისინიც იმათაც ძალიან დასცინეს ამ ბაზრის კვლევას, იმიტომ რომ ამათ ჩამოურეკეს რაღაცა 11000 კომპანიას დავურეკეთო, ხა ეს კომპანია შეიძლება 5 კაციანი იყოს და შეიძლება რაღაცა ბანკი იყოს და ამითი გამოვიყვანეთ ეს რიცხვები და მე რაღაცა მეთოდოლოგია რომელიც ვიღაცამ რაღაც კემბრიჯის თუ ვიღაცის იმან დაუწერა 3 წლის წინ, რომლითაც უბრალოდ თუ ახლა ამდენი გჭირდება, რამდენი და გჭირდება 5 წელიწადში მაგ მეთოდოლოგიით დათვალეს რომ თურმე ჩვენ გვჭირდება 1621 თუ 1691 აი რაღაც ეგეთი რიცხვი არის ზუსტად პროგრამისტი აი ეს წერია პირდაპირ რომ 1691 პროგრამისტი გვჭირდება თურმე შემდეგი 5 წლის განმავლობაში რა არის ეს პროგრამისტი მონაცემთა ანალიტიკოსი ოღონდ სხვა მეტი არაფერი არ წერია ტექნოლოგიებთან დაკავშირებით არაფერი არ არის მეტი
ანუ ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტია, რა ვიცი, hardware ინჟინერია, software არქიტექტია, ვინ არის, ხო? ეს ხო არაფერი არ ვიცით. და აი ესე განსაზღვრეს, ანუ იმიტომ იყო ეს რომ სულ იმას იმეორებდა ობახიძე რომ იურისტი, იმიტომ რომ მეტი არ იცის, მაგას ესე გონია რომ აი იურისტების რაოდენობა როგორც შეგვიძლია დათო, იქაც არა ვარ დაწყებული, რომ ჩემი სფერო არ არის და მაინც მგონია რომ შეიძლება რაღაც დათვალო, არ ვიცი, იმიტომ რომ მაინც უფრო უჭირთ ხოლმე უცხოეთთან მუშაობა. აქ როგორ უნდა დათვალო ტექნოლოგიების სფეროში? ერთი ყოველ წელს იმდენი ახალი ტექნოლოგია ჩნდება, რომ ჩვენ თვითონ ვიბნევით რა როგორ შეიძლება ამ კარიერის დაგეგმვა, ხო? და მეორეც მსოფლიო ბაზარი გახსნილი. ანუ მთლიანად შენია მთელი, სადაც გინდა იქ იმუშავე. აქედან გინდა წადი, ჩამოდი, გინდა იქ წადი და იქიდან რამდენი ეხმარება აქ სხვადასხვა პროგრამების განვითარებას, ხო? იქაური ჩამოიტანე, რა ქვია, გამოცდილება წაიღე, ჩამოიტანე. უამრავი შესაძლებლობაა და ნუ უბრალოდ ახლა ბაზრის კვლევა მაგას რა თქმა უნდა არ ქვია, იმიტომ რომ ბაზრის კვლევა სულ სხვანაირი კვლევა სჭირდება, ამას სჭირდება ძალიან დიდი საზოგადოებრივი ჩართულობა და ესე არ კეთდება, რომ შენ 150 ოპერატორი დასვი და იმან რაღაცა კითხვები ჩამოურეკა კომპანიას, ასე არ ხდება არსად. ხო. რაღაცნაირად კურიუკან თან სააცილოა თან კიდე მტკივნეული, იმიტომ რომ იაზრებ რომ ამას სწირავენ საქართველოს მომავალს და რატომაც რაღაცა რეაგირება მე თავიდან მეგონა რომ შედარებით უფრო მძაფრი იქნება და თუნდაც მშობლების მხრიდან, თუნდაც სტუდენტების მხრიდან, თუნდაც უფრო მეტად აკადემიურ სფეროში ჩართული ადამიანების მიმართ უფრო მეტად მძაფრი იქნება ამ ყველაფერს, რატომაც ეგრე არ მოხდა. მაგასაც ვერ ხვდები. ერთი გაუცება იყო რაღაც მომენტში და გულისწყობს რაღაც მომენტში, რომ რაღაცნაირად ხვდები, რომ ეს ხალხი რა მართლა ვერ ხვდება, თუ ხვდება და არაფერს არ აკეთებს. ვერ ხვდება. ვიღაცები ხვდებიან და არ აკეთებენ, იმიტომ რომ თავის იმ პატარა ადგილს უფრთხილდებიან. რაღაცნაირად რომ ის რაღაცა ამწუთას რო აქ რაღაცა ის პატარა სივრცე ესეც არ დააკარგვინოს ახლა პროტესტმა და ხმის ამოღებამ. მასწავლებლებს უმეტესობა მაგალითად, რა ვიცი, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ილიას გარდა ლექტორები, ილიაშიც კი მოიძებნა ესეთი ხალხი, რომელსაც არ უნდა, იმიტომ რომ რაღაცა ახლა უცებ ყურადღების იმაში არ მოხდეს და უცებ მის რამე სხვა საქმიანობას არ დაემუქროს საფრთხე, მაგრამ კიდე დიდი ნაწილი აი მშობლები საერთოდ ვერ ხვდებიან, რომ რამხელა როგორ ვიხევთ უკან და რამხელა შესაძლებლობებს აკლებენ თავის შვილებს, იმიტომ რომ აი ამასაც ხო თავისი საფუძვლები აქვს. სკოლა არასდროს არ დადგა იმ დონეზე, რომ იქ ბავშვების კარიერულ განვითარებაზე ბავშვის მხარეს იყო. კაუნსელერ, არა, ის რომ ყოველდღე თვითონ რო ასწავლონ, რას ნიშნავს კარიერული განვითარება და რის შედეგად რას მიიღებ. ანუ ფაქტობრივად ეს არ ხდება საჯარო სკოლებში. კერძო სკოლებში კი, მაგრამ ეხლა კერძო სკოლის მშობლები კიდე სხვა ის არის. ის ყველა ფიქრობს, რომ გაუშვებს უცხოეთში რა და საჯარო სკოლებში საერთოდ ანუ არც მშობელთან არ მუშაობს სკოლა, მშობელი არ არის ჩართული სკოლის განვითარებაში, მშობელი არ არის საკუთარი შვილის სკოლაში განვითარებაში, სკოლის მხარეს განვითარებაში ჩართული და რა განვითარებაზეა საუბარი, ახლა მართლა შენ რო იხსენებდი, სოფლებში რო ყოფილვართ, საპირფარეში შესვლა არ შეიძლებოდა. ანუ ბავშვი იქ რო დადის 11 წელი, აი საერთოდ ალბათ სკოლას როგორც ინსტიტუციას ვერ სცემს პატივს, იმიტომ რომ მის ელემენტალურ საჭიროებაზე ვერ ზრუნავს ეს ინსტიტუცია, ხო? ამის გაუმჯობესებაშიც და ამის გაპროტესტებაშიც კი არ იყო მშობელი ჩართული და ჩვენ ახლა ვთხოვთ, რომ რაღაცა 5-10 წლის რაღაცა იმაში მასშტაბში დაინახოს თავისი შვილის მომავალი და ყველაფერს თავისი მიზეზები აქვს, მაგრამ ძალიან საწყენია, რომ რაღაცა ეს ბორძიკით, როგორც ვითარდებოდით და მივდიოდით, რა თქმა უნდა, ძალიან ბორძიკით, მაგრამ სწორი მიმართულებით და იმედი გქონდა, რომ ოდესმე ეს ესტონეთივით გადაგვიტრიალდება და რაღაცას იმას ვიზამ დავგეგმავთ და დავაორგანიზებთ, ეხა ეს ყველაფერი უკან წავა და ნუ ხმის ამომღებიც არ არის, ძირითადად არავინ არ არის ხმის ამომღები. ხო. ძალიან რთული ამბავია. ეხლა გადავიდეთ, მოდი ცოტა უფრო მეტად პოზიტიურ რაღაცებზე. ეხლა რამდენიმე წელი აკეთებ ესეთი კარგ ტექნოლოგიას, საკმაოდ კაი პროექტი არის. საკმაოდ წარმატებული, ბევრი ადამიანია ხოლმე ჩართული, არა მხოლოდ მონაწილეები, არამედ სამენტორო ნაწილი საკმაოდ ცეთია, პოპულარული ხდება და ბევრი უფრო მეტი ადამიანი ცდილობს როგორც მენტორად ჩაერთოს ამ პროექტში. ეს რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია სოციალური პასუხისმგებლობის ხრივაც და მე რაღაცა ამ ადამიანებს ახალ თაობას, რაღაცა დახმარების მიწოდების ნაწილში. რო გითხრა, როგორ მიმდინარეობს, ეხლა არის ხო მიმდინარე პროექტი, როგორც ვიცი.
4 წელი უკვე ჩართული ვარ თავიდან როგორც კონსულტანტი ვიყავი სხვა ორგანიზაცია ახორციელებდა და მე ჩვენ გვთხოვეს მე და ჩემ მეგობარ სალომენა სყიდაშვილს ამის რაღაცა ელჩობა და პროექტის განხორციელება და მართლა ძალიან საყვარელი პროექტია იმიტომ რომ არ ვარჩევთ წინასწარ ან ნებისმიერ შეუძლიათ 13-დან 18 წლამდე რომ შემოვიდეს კურიკულუმი საკმაოდ მარტივია მაგრამ გოგოები სწავლობენ თავის თემში როგორ მოძებნონ პრობლემა როგორ იფიქრონ ამ პრობლემის ტექნოლოგიურ შეისწავლონ იქ ბაზარი უნდა შეისწავლონ ბაზრის კვლევა უნდა გააკეთონ და ტექნოლოგიურად როგორ გადაწყვეტონ და ეს ტექნოლოგიური გადაწყვეტა ახლა თუ კარგად იციან თვითონ პროგრამირება შეუძლიათ რაღაც ნებისმიერი ენა და პლატფორმა გამოიყენონ ან ჩვენ ვასწავლით MIT App Inventors და სულად მოხალისეობრივია არ არის დაფინანსება ერთადერთი დაფინანსებას ვაგროვებთ ბანაკისთვის იმიტომ რომ საუკეთესო 100 გოგო მერე მიყვავს ერთკვირიან ტექნოლოგიურ ბანაკში და აი რამდენად კარგი პროექტი ერთ მაგალითს მოგიყვან გუშინ აღმოვაჩინე რომ Girls in Quantum არის ესეთი ორგანიზაცია და იქ არის ქართველი გოგო როგორც მოხალისე პროექტების მართვის მიმართულებით არის ჩართული და ძალიან გამიხარდა ამ გოგოს დავუკავშირდი დღეს შევხვდი და რომ ვუყვები რაღაცებს მითხრა რომ ტექნოვეშენი ვიცი იმიტომ რომ 22-ში მე მონაწილეობდი ეხლა სწავლობს ბუდაპეშტში კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით და თქვა რომ აიო მე თვითონ ვიციო მე თვითონ ვიყავი ამ პროექტში იმიტომ გადავწყვიტეო აი ამ კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით წასვლაო მალე ამთავრებს და თან უკვე რაღაცა აი ამ გელსენ გოგოები კვანტურ ტექნოლოგიებში აი ასეთ იმაში არის პროგრამაში არის ჩართული და ეგით მაგალითი ბევრი გვაქვს. და ამიტომ ძალიან მიყვარს. შაშან არ გაკეთებია ამ პოლიტიკური მდგომარეობის გამო და საერთოდ ფიქრობდი ძალიან შრომატევადი პროექტიც არის და ემოციურად ძალიან დამტვირთველია, იმიტომ რომ სულ ფასო რო არის ზოგს ესეთი მენტორი ხდება, ზოგან გოგოებს ჩვენ ვაჯგუფებთ ძირითად ნაწილს, იმიტომ რომ არ მოდიან გუნდებად და მე ამ დაჯგუფებაშიც რაღაცა ისა აქვს და ესე თითო გუნდს უნდა სდიო და ძალიან დიდი ემოციური დანახარჯი აქვს. მე კიდე ვიღაცა უკმაყოფილოა, იმიტომ რომ ხო ესეთია რაღაცნაირი აი მოხალისეობრივი და დინამიური პროექტია. და შაშან ფიქრობდი რომ აღარ მინდა თქო რა აი დავიღალე და აღარ გავაკეთებ ვიღაცა სხვა მაგრამ მე წარმოვიდგინე რომ იმ ვიღაცა სხვა აი აქ რო არის ხოლმე ხანდახან ისეთ ხო იცი მოსაბჭიჭკად რო ცუდი სიტყვა მაგრამ აი თქოს მარტო აღსანიშნად რო აკეთებენ აი შოუს რო დგამენ და სინამდვილეში ესე შიგნით რო არ მიდიან ამ გოგოებთან ესე რო აკეთებენ პროექტებს აი უცებ წარმოვიდგინე რომ ეს ტექნოვეშენი ვიღაცამ გადაიბარა და აი ასე გააკეთა და მე ამას გვერდიდან ვუყურე და მივხვდი რომ მაგას ვერ გადავიტან. ამიტომ გავაგრძელე ისევ კეთება და ალბათ სანამ ენერგია მექნება სულ გავაკეთებ. აი ბევრი ვერ მიხვდება ალბათ იმ სამწუხაროდ რომ აი ეს ემოციური კავშირები პროექტთან რას ნიშნავს და რას ნიშნავს მოსაბჭიჭკად ასე ვთქვათ. იმიტომ რომ რაღაცა ბევრისთვის ბიზნესად არის ხოლმე რაღაცა ნაქცევი ან რაღაცა ესეთი მშრალი ან ხო შოუთ არის ხოლმე ნაქცევი და ის რაღაცა მართლა გინდა და ენთუზიასტურად ემუშავები ამ პროექტს ან უფასოდ და თანამდენი ხანი მაგის გააზრება ბევრისთვის წარმოუდგენელი არის ხოლმე და ყოველთვის ხედავ რომ სხვა ინტერესი ხო არ აქვს რაღაცა ადამიანს რა და თან მეორე ნაწილი ყველაზე რთულია ხა ეს რაც ახსენე რომ რადგანაც უფასოა მოხალისეობრივად და ის ხარჯებიც კი მე რა მახსოვს წინა წლებში განსაკუთრებით კომპანიებს არ აქვთ იმ ხელა პასუხისმგებლობა როგორც აი ამერიკაში ან ევროპაში შეიძლება იყოს რომ ესეთ პროექტებში ესეთ როცა თაობის განვითარებას რაღაც რეალურად მართლა ღირებული რაღაცის შექმნას ემსახურება თუ ისინი ვერ გააკეთებენ კარგ რაღაცა კამპანიას, კარგ ბრენდინგს და კარგად არ შეფუთავენ ამ ყველაფერს თვითონ რაღაცა ფულები დაიწერონ, ამაში ფული შადება არ უნდათ. და ესეც რა თქმა უნდა ჩვენ ქვეყნის ჯერ ხო ცოტა კომპანიაა, მაგრამ ანუ არც ისე ცოტა სიმართლე რომ ვთქვათ რა. ეს არის ძალიან კარგად შესაფუთი პროექტი, ვისაც უნდა ბანაკის ფულს ვაგროვებ. მართონ, იმიტომ რომ ამ გოგოების ყურება არის ერთი სიხარული, როგორ ვითარდებიან და აი ბანაკშიც როგორ იწყებენ ამ Arduino-ზე და იმაზე მუშაობას Python-ზე ან game development-ზე ან როგორ ერთვებიან workshop-ებში და მოკლედ ისა რა ქვია. ხო, მაგრამ არის ეს კულტურა არის ძალიან რთული. აი მე ვყვებოდი ხო რა ქვია აი რობოტიკის ასოციაციის დირექტორს ერთ-ერთ დირექტორთან ერთად ვიყავი ხო სტამბულში ანისთან ერთად ამ დიდი რობოტიკის ოლიმპიადაზე და ესე იგი თითოეულ რომლის ფინალი მე ამერიკაში ტარდება და თურქეთში 250 გუნდი მონაწილეობს და თითოეულ გუნდს ჭირდება რომ აი ამ ამერიკაში სათაო ოფისში გადარიცხოს $6,500 დაახლოებით ესე და რობოტიც ესე 1000-დან $2,000-მდე ჯდება იმიტომ რომ ძალიან დიდი რობოტებია და ამ გუნდებს რო ველაპარაკებოდი მე-11, მე-12, მე-10-დან მე-12 კლასამდე ბავშვებს მითხრეს რომ ამას ჩვენ ვაგროვებთ ყველაფერს, იმიტომ რომ მარკეტინგის ჯგუფი ცალკე გვყავს და ვიწერთ, იმიტომ რომ გუნდში შეიძლება 40 ბავშვი იყოს, იქ აუთრიჩის, ანუ საზოგადოებასთან მუშაობის ჯგუფი ცალკე ყავთ, დიზაინერები ცალკე ყავთ და მარკეტინგის ჯგუფი იწყებს სექტემბრიდან მუშაობას კომპანიებთან, წერს და კომპანიების იმით რა ქვია, შენატანით აგროვებენ ამ ფულს და
მე თურქეთიდან 22 გუნდი მიდის ამერიკაში. წარმოიდგინე 22 გუნდი და თითოში რაღაცა 40 ანუ 800 ბავშვი მიდის ამერიკაში და რა ჯდება, ხო? და ამასაც ხა როგორ ის ორგანიზატორები მეუბნებოდნენ, რას ნიშნავს ხა გუნდიო თუ მოხვდაო გლობალურზე ხა ამერიკაში იგი ხელა ამბავია, იმიტომ რომ მთელი მსოფლიოდან 600 გუნდია სულ. რომ იქ თუ მოხვდაო, რა თქმა უნდა, კომპანიები ამაში რაღაცას გადაიხდიანო და აქ აი მართლა რაღაცა იმად გვიწევს რა 500 ლარად და 1000 ლარად და ისევ აგროვებთ ხოლმე ამ ბანაკის ფულს რომ აი კი არ რაღაცა დიდ საკანცელარიო მაღაზიაში კი არ მივდივართ რომ ვიყიდოთ რაღაცები რაც გჭირდება ბანაკით ბაგზალზე მივდივართ ხოლმე მე და ჩემი მეგობარი და იქ აი ის ცოტაც რომ დავზოგოთ იმიტომ რომ და შენ ზუსტად იცი იმიტომ რომ ესე გამოგვივლია ბევრ პროექტში ხო როგორ დავზოგოთ ეს თანხა ისე რომ ყველაფერს უფრო მეტ შინაარსზე გვეყოს ოპტავოიზე ვიყიდოთ რა კი არა არისო ესე ხოდა ეხაც არის ეგეთი ამბავი რომ ახლა ჩვენც რობოტიკის ასოციაციაში დავიწყეთ რომ რამდენიმე წელი აქვს ვაკეთებთ ადგილობრივ შეჯიბრებს გადავწყვიტეთ წელს რომ ის ადგილობრივ შეჯიბრებში გამარჯვებული გუნდები გაუშვათ უკვე ევროპის და საერთაშორისო შეჯიბრებებზე რაც რა თქმა უნდა ერთი მხრივ კაია რომ ქართულ დროში გამოჩნდება მეორე მხრივ ის არის ეს გამოცდილებას დააგროვებენ რომელიც გამოცდილებას მე ჩამოიტანენ და ადგილობრივი ეს მიმართულებას განვითარდება სხვანაირად უბრალოდ აი თუ მარტო საქართველოში ვაკეთეთ და დიდი განვითარების ნაწილი რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ არა იმხელა რომ იქ უცხოური გამოცდილების სხვა გუნდები როგორ მუშაობენ, როგორ ფიქრობენ, აზროვნებენ და რას ქმნიან, ამის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია და ორ ეტაპიანი არა, პირველ ეტაპზე ვიფიქრეთ რომ რამდენიმე გუნდი ჩვენ გავუშვათ და მეორე ეტაპზე რაღაცა მომენტში როცა გავიზდებით და ასლა იქნება რაღაცა მაგის რესურსი უკვე საქართველოში შეიძლება რომ გავაკეთოთ და რა ვიცი, ეს ხდება ყველგან, ჯერ იქ უშვებ, თურქეთის ესე უშვებდა ორგანიზატორებმა ესე გითხრეს, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან დიდი ეს FRC, First Robotics Championship და ძვირადღირებული ის არის ოლიმპიადა, მაგრამ აი ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობენ შიგნით რა, გუნდურად მუშაობას მათ შორის და ზუსტად ეგ გითხრეს რომ 2018-ში ჩვენ ერთი გუნდი გავუშვითო. მე ნელ-ნელა არა, ბოდიში 2008-ში გავუშვით ერთი გუნდიო, მე ყოველ წელს ნელ-ნელა გვემატება, ანუ ამერიკაში ტარდებოდა qualifierიც. ფინალში კი არა, მარტო qualifierზე დაიწყეს გაშვება და 2018-ში უკვე 22 გუნდი რო დაგროვდაო, მე ვთქვით რომ აი აქ უნდა დავიწყოთ ახლა qualifieris გაკეთებაო და აი ამ 18-დან რამდენია 8 წელიწადში ეხა უკვე 8 qualifiers ატარებენ და 250 გუნდი, ანუ 10 ჯერ გაიზარდა გუნდების რაოდენობა. ეს იმხელა რაღაცაა ქვეყნის. ეს ბავშვები ისეთი ინჟინრები გამოვლენ, როცა მე-10 კლასში იწყებ რობოტებზე და თან ამ დონის რობოტებზე მუშაობას, რომელსაც ბევრი გათვლა და ზოგჯერ თავის იმას აკეთებენ, DCB-ს აკეთებენ და რაღაცებს, ხო? ეს იმხელა ცოდნას აძლევს, მაგრამ იქიდან უმეტესობა ინჟინერი გამოვა და რას ნიშნავს ესეთი ინჟინრები ქვეყნისთვის, კი გადასარევად იცი. ხო, აი მე-10 კლასში შეგვიძლია. არ ფულის შეგროვება ალბათ ჩვენც გიჭირს დაფინანსება. ძალიან, ანუ ძალიან მინიმალურზეც კი თანხმობა რაღაცა, თითო კომპანიამ 2000 ლარი ჩადოს ამ ყველაფერში. ეს მეც ახლა ეს რაღაცა გენიოს ოლიმპიადა ჩავატარებ და მაგის ბავშვებისთვის ვაგროვებ ისა რა ქვია, ვეცებ და ეს ლოგოების ხანგრძლივობასაც ვერ ხვდები ხოლმე რა, ყველას ლოგოს დავადებთ 10 ლარით რომ მოგცეს რა, ანუ არანაირი პრობლემა ჩვენ არ გვაქვს. ხო, რა თქმა უნდა. სხვანაირად უყურებთ ამ ყველაფერს, მაგრამ მაინც არ რთულია რომ რაღაცა ერთი რომ აი რატო უნდა გადავიხატო რაღაცა გუნდში, რომელიც მე რაღაცა ევროპაში წავა და ჩემპიონატში მიიღოს მე რა, ანუ ეგეთ რაღაცებს უყურებენ რა და თვითონ შენ რა და შენი მომავალი, შენი შვილების მომავალი მოკლედ კომპანიები ფიქრეთ. თან საუბარი ცოტა მე და ავთოს ძალიან კარგი საქმეებისთვის გჭირდება. და საუბარია ტექ კომპანიებზე მეტწილად, რომელ ტექ კომპანიასაც რავი აქვს რაღაცნაირად ერთია რომ ინტერესი უნდა გქონდეს რომ ასეთ რაღაცას ჩადოს, ამ ტექ ხალხი გაზარდოს, რომ მე ეს ტექ ხალხი აქ ისევ ჩააბრუნებს რაღაცა ფულს, ან რაღაცა დაჭირდება პროდუქტის შესყიდვა, ანუ მარკეტინგულადაც კი შეიძლება უფრო საინტერესოდ შეიფუთოს ეს ყველაფერი. და ჯერ ქვეყანაში რაც უფრო დიდია ეკონომიკა, მით უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს უკვე არსებულ ბიზნესმენს, ანუ უკვე თუ გაქვს კომპანია და უკვე თუ გაქვს დასატრიალებელი ფული შენს ქვეყანაში რაც უფრო დიდია ეკონომიკა, უფრო კარგად დაატრიალებ ამ ფულს, ხო, უფრო მეც მოიგებ და ესე შეიქმნა ყველაფერი. ხა ამერიკით რო ვართ აღფრთოვანებული და სტარტაპებით და ამ რაღაცა სილიკონის ველით, ესე დაიწყო იქაც ყველაფერი რა, უნივერსიტეტებიდან დაიწყო, ამ კვლევებით დაიწყო, კომპანიები, პატარა კომპანიებით დაიწყო და არის ხო მსოფლიოს ტექ გული და ხა ჩინეთისაც რო გვიკვირს, ამან მისცა ხო მთელი ბიძგი ამერიკიდან წამოვიდა მისი განვითარებისთვის და ჩვენც ძალიან კარგად შეგვიძლია არაფრით არ ვართ აი ესტონეთმა რო რაც გააკეთა 90-იანებში ესტონეთი ესე ძალიან კარგად რო ცხოვრობს სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით ზუსტად იმიტომ არის რომ განათლების სისტემის სრული რეფორმა გააკეთა
და ამას მიყვა ტექნოლოგიური განვითარებაც ზუსტად ასევე შეგვიძლია ჩვენც. ხო, ახლა წეგან ახსენე კვლევები, უნივერსიტეტის კვლევები, საიდანაც მოდის ხოლმე ძირითადად ეს ნებისმიერი ტიპის ინოვაცია, ხო? რამდენად კავშირია, აი რომ ავხსნათ ხა მაყურებელს და რატო არის ხოლმე ზოგადად ეგ, რომ ჩვენ ყველაზე ფუნდამენტური რაღაც გვაკლია, ჩვენ ვაკეთებთ პროდუქტს და არ გვაქვს ამაზე კვლევა, რატო ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, რა არის მიზანი, ანუ რეალური მყარი საფუძველი არ არის ხოლმე ვაკეთებთ პროდუქტს და იმის გამო არის ხოლმე ძალიან ბევრი ფეილი, ესე ვთქვათ რა. ნუ ნაწილობრივ მაინც, ხო? ანუ ცოტა სხვანაირად ვიტყოდი, ანუ ჩვენ პროდუქტს როცა ვაკეთებთ, სტარტაპებზეა ხო ლაპარაკი. ანუ ჩვენ როცა პროდუქტს ვაკეთებთ, უკვე სიღრმისეულად არსებულ პროდუქტების კომპონენტებს ანუ უკვე არსებულ კომპონენტებს ვაკავშირებთ ერთმანეთთან ეს პროგრამული ზმნელობა ანუ AI-ის მიმართულებით იქნება თუ hardware-ის მიმართულებით იქნება ხო რა თქმა უნდა აქაც შეიძლება შენ ინოვაციას მიიღო და კარგი ინოვაცია მიიღო მაგრამ ამასაც ძალიან სიღრმისეული აქედან რომ ძალიან მაგარი ინოვაცია მიიღო ამასაც სიღრმისეული ცოდნა სჭირდება სიღრმისეული ცოდნა სად ვითარდება აუცილებლად კვლევით ცენტრებში რომელიც შეიძლება უნივერსიტეტთან და როგორც წესი არის უნივერსიტეტთან ზოგჯერ ცალკეც არის მაგალითად ამერიკაში ძალიან დიდი კვლევით ცენტრები არსებობს უნივერსიტეტისგან დამოუკიდებლად და დღეს რა ინოვაციებიც არის ყველაზე ესეთი ანუ თუ კი არის ინოვაციები მაგალითად აი სოციალური პლატფორმების მიხედვით და იქ თითქოს იქ უფრო ბიზნეს ხედვა იყო მათი განვითარებისთვის ხო სოციალური ქსელები იქნებოდა თუ აი ეს shared economy ის რაც არის გაზიარებული ეკონომიკის პლატფორმები რაც არის აი Airbnb, Bolt და რაღაცები ამას უფრო ბიზნეს ხედვა სჭირდებოდა ვიდრე სამეცნიერო ხედვა მიუხედავად იმისა, რომ განხორციელებისთვის კომპიუტერული მეცნიერების კარგი ის იყო საფუძველი საჭირო, მაგრამ ამის გარდა, ამის მიღმა ჩვენ თვითონ ამას ვხედავთ მარტო და ამის მიღმა უზარმაზარი სფეროა. მაგალითად, აი საერთოდ არ ვიცით შვედეთი, რომ ინოვაციებში პირველ-მეორე ადგილებზეა ხოლმე. ყველა კვლევაში, იმიტომ რომ უამრავი პატარა ინოვაცია აქვს, რომელსაც მისთვის დიდი შემოსავალი მოაქვს. და მაგალითად აგროტექის მიმართულებით, მაგალითად, რა ვიცი, მუსიკის რაღაცა სფეროში, რომელიც მე საერთოდ არ ვიცოდი, ანუ აი ამ მუსიკასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების სფეროში და ასე შემდეგ და ამას, რა თქმა უნდა, ანუ შენ რო ბიოტექში რაღაც ახალს ქმნი, როგორც წესი მისი საფუძველი, მისი კვლევა იწყება უნივერსიტეტიდან. კომპანიას ფულის ჩადება მაშინ უღირს, როცა ის ხედავს უკვე სადღაც ჰორიზონტზე რო შემოსავალი გამოკრთა, ხო? და მანამდე ამას უწევს ხელოვნური ინტელექტის კვლევები, როდის დაიწყო, ხო? 50-იანებში დაიწყო და საერთოდ არ იყო არანაირი მომგებიანობა, ამას არ ქონდა აგერ მე რა ვიცი 10 წელია, ну კაი, მაქსიმუმ 10 წელი ვთქვათ, ხო, ინვესტიციების დაწყება და როცა დაიწყო. იგივე არის ახლა კვანტურ ტექნოლოგიებზე. რამდენი წელია ვითარდება კვანტური ტექნოლოგიები და მე 70-იანებში მიხვდნენ, რომ ამის გამოყენება შეიძლება გამოთვლებში და არა მარტო სამყაროს კვლევაში, ხო? უფრო ეფექტურ, ბევრად უფრო ეფექტურ გამოთვლებში კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად და აი სულ რამდენიმე წელია, ეხლა აი ამ დროს უწოდებენ კვანტურ რევოლუციას, იმიტომ რომ სულ რამდენიმე წელია, რომ აქტიური ინვესტიციები დაიწყო. ამერიკა ძალიან ბევრ ფულს დებს ამაში, კვლევით ცენტრებშიც და სტარტაპებშიც, ევროპა ძალიან ბევრ ფულს დებს ამაში და ეს იქნება შემდეგი 5-10 წლის უზარმაზარი ტექნოლოგია, რომელსაც ახლა თუ არ დავეციეთ, ძალიან ჩამოვრჩებით და სად უნდა დაიწყოს ეს ხო? აი ეს სტარტაპები რო ნახო, ახლა წარმატებული სტარტაპები ანუ წარმატებული, რა ვიცი, 200-300 წლის სტარტაპებია რა, 200-300 მილიონი რო აქვთ მოზიდული, 9 მილიარდი რო აქვთ მოზიდული, სულ ფიზიკის და მათემატიკის პროფესორების დაფუძნებულია და ჩვენ ეს ხშირად გვავიწყდება, ჩვენ მგონია, რომ ეს რაღაცები ვიღაცას თავისით მოაფიქრდა, ნიურალინკი შექმნა მასკმა. მასკმა კი არ შექმნა ნიურალინკი, ნეიროსამეცნიერო კვლევები 30 წელია ამ უნივერსიტეტებში და კვლევით ცენტრებში მიმდინარეობს, როგორ აღვიქვათ და როგორ ეს ტალღები როგორ იმას ქნათ, ხო? და ნეირონების მუშაობა როგორ აღვიქვათ სხვადასხვა მოწყობილობებით და შემდეგ უკვე ჩიპებით და მასკმა ძალიან ჭკვიანურად გააერთიანა რაღაცეები და უკეთეს ეფექტს მიაღწია, მაგრამ ის კვლევები რო არ ყოფილიყო, ვერაფერსაც ვერ შექმნიდა. ხო, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს გავიაზროთ, რამდენად ჭირდება ქვეყანას მეცნიერება და უფრო მეტად ჭირდება. რა მე მახსენდება ჩვენთანაც არის უნივერსიტეტში ეს ძილის ფაზების დაკვირვება და მთელი ამბავი, არ ვიცი რა ბედი ეწევა მაგ ყველაფერს, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ არ ვიცი სხვაგან არ გამიგია ყოველ შემთხვევაში, ნუ მე აქვთ ვიღაც უნივერსიტეტს, მაგრამ აქ ძალიან კარგად მიდიოდა ეს
ბიოქიმიის, გენეტიკის მიმართულებით და ნეირომეცნიერების მიმართულებით ძალიან კარგად მიდიოდა ეს კვლევები, იმიტომ რომ ბევრი კავშირი ჰქონდათ ევროპასთან, კარგ ჟურნალებში ეს არის ხო მეცნიერების მაჩვენებელი, რამდენად კარგ ჟურნალებში იბეჭდება კვლევები და ძალიან კარგ ჟურნალებში იბეჭდებოდა კვლევები ეკოლოგიის მიმართულებით, ბიომრავალფეროვნების მიმართულებით, აქ უზარმაზარი პროექტებია და იქ ხალხმა მე რო ვერ გაიგო ეს სადოქტოროები რაზე არისო და რატო უნდა მაგალითად ეს გადაობდნენ რომ ეს სოფლის მეურნეობაში უნდა იყოს ეს კვლევაო, როცა წიწილაზე არის იმპრინტინგი, ანუ აი რომ დაინახავს და ეს ანაბეჭდი გონებრივიან რეალურად იყო წიწილაზე ნეიროსამეცნიერო კვლევა და კიდე რაღაცა ვირთხებში დეპრესიის და ვერ მიხვდნენ რატო უნდა. ანუ იმდენიც არიციან რომ ჯერ ცხოველებით იწყება ამ კვლევას და მერე გადადიხარ ადამიანზე და რამდენად მნიშვნელოვანია ეს კვლევები ისიც არ ესმით მე. და მეორე ნაწილია კიდე ხალხის საერთოდ უნივერსიტეტის არსებობას რომ ეს ანუ ღირებულებას მათ შორის ეჭვქეს რომ აყენებს. Რა თქმა უნდა განათლება თანამედროვე ტექნოლოგია ბევრ რაღაცას ფორმას უწრის, მათ შორის საგანმანათლებლო სექტორს და მათ შორის საუნივერსიტეტო სწავლებასაც ფორმას უწრის, მაგრამ მისი როლი და მნიშვნელობა რაც ახსენე, ხა მაგ ყველაფრის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა, ხო? მათემატიკა შეიძლება კარგად ისწავლო რაღაც სახში შენით, მაგრამ თუ რაღაცა იმ კომუნიტში არ ხარ და სადაც შენ პროფესორებს რაღაცა მეგობრებს რაღაც ამ ინფორმაციას არ უცვლი და არ ერთიანდები რაღაცის მიღმა. Ну ძალიან რთული მგონია მეც რომ რაღაცა იმ მასშტაბზე და იმ შედეგებზე გასულიყვნენ, რა შედეგებიც ეხა დაიდო. ანუ მან როგორ არის იცი, რა თქმა უნდა არსებობენ გამონაკლისები. ანუ არსებობენ გენიოსები, რა ვიცი, ლეონარდო და ვინჩი, რომელსაც შეუძლია მე თუმდეს ახლა ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომის პირობებში, რომელსაც შეუძლია მარტო სახში იჯდეს და რაღაცა საოცრებები იგულოს, მაგრამ ეს არის გამონაკლისი. გამონაკლისი არ შეიძლება ჩვენ სისტემა ავაგოთ, ხო და ვიღაცას არ მოვთხოვოთ, მთელი ბავშვობა მესმოდა ხოლმე რომ ლომონოსოვი იქ ციმბირიდან ფეხით ჩავიდა სადღაც რომ განათლება მიეღო, ხო? ამაზე არ შეიძლება რომ ავაგოთ ჩვენ განათლების სისტემა. განათლების სისტემას აგებ არა გამონაკლისებზე და გენიოსებზე, არამედ განათლების სისტემას აგებ ისე, რომ საშუალო ადამიანი აამაღლოთ, საშუალო ადამიანის ცოდნა აამაღლო. ეხლა ჩვენ როცა ვამბობთ, რომ უნივერსიტეტები არ გვჭირდება, ხო? კი ბატონო, შენ შეიძლება რაღაცები კურსებით აკრიფო. რაღაც სფეროში. მაგრამ მოდი ჩამოვთვალოთ, ბიოტექში კურსებით რაღაცას რო აკრებ. ჯერ ერთი მარტო ხარ. შენ თუ შენი კომუნიტი, ანუ უნივერსიტეტი მარტო იმას კი არის, უნივერსიტეტი თავაზობს სწორ ამოცანებს, კარგი უნივერსიტეტი. ეხლა აქაც შავთეთრი კი არ არის და უამრავი ცუდი უნივერსიტეტიც არის, მაგრამ ეს კი არ ნიშნავს, რომ თუ ცუდი უნივერსიტეტი არსებობს, იმის გაუმჯობესებაზე უნდა ვიზრუნოთ და არა გაუქმებაზე, ხო? კარგს შევხედოთ. კარგი უნივერსიტეტის ფუნქცია ზუსტად ეს არის, რომ ბევრ ცოდნას მოუყაროს თავი, ეს ხალხი ერთმანეთთან დააკავშიროს და ჩვენ ხო ვიცით, რომ სოციალური ცხოველები ვართ და სოციუმში გაცილებით უკეთესად ვსწავლობთ. აი თავარი ღირებულება მაგალითად ეხლა ხომ მკითხულობდი ამ კვლევას, რომ აი ამ ტოპ ამერიკული უნივერსიტეტების თავარი ღირებულება ის არის, რომ ყველაზე ძლიერ გუნდში ხდება სტუდენტი და მას უწევს აი იმისთვის რომ აი ამ ძლიერ გუნდში იყოს ასევე მათ დონეზე იყოს უფრო მეტი შრომა და მეტი ბრძოლა უწევს იმისთვის რომ აი თავის თანატოლებთან იგივე დონეზე და ყველა ესე არის და ეს არის ძალიან დიდი ღირებულება. თანამშრომლობა რომელსაც უნივერსიტეტი ინტერდისციპლინურობა შენ რომ სხვადასხვა კლუბები, ну კარგ უნივერსიტეტებში ხო? კლუბები, აი რობოტიკის კლუბები თუ გუნდები, მარტო ამის გეჭერთ რატო უნდა აკეთო? მარტო ეხლა ვისაც უნდა ცოდნის გამდიდრება, რა თქმა უნდა ვისაც შეუძლია დამოუკიდებლად განათლება შეუძლია კი ინტერნეტით, მაგრამ ჩვენ გვინდა მაგალითად აი დარწმუნებული ხარ რომ გინდა რომ იცხოვრო იმ შენებელის აშენებულ სახლში, რომელსაც დამოუკიდებლად მიიღო განათლება. საკუთარ სახლში შეიძლება ესე საქართველოში სულ ესე იყო, ხო? ანუ პატარა სახლებს სულ ესე ვიღაც ხალხი აშენებდა, მაგრამ კორპუსი ის სადაც ძალიან დიდი გეოლოგიური და გეოსამეცნიერო ისინი გეოფიზიკური გათვლები ჭირდება, საინჟინრო გათვლები რო ჭირდება. ხიდი გვინდა ეგეთმა ტიპმა რო აგვიშენოს, ну ეხლა სამეცნიერო სფეროზე საერთოდ არ ვლაპარაკობ, ხო? და გარდა ამისა, შენ თუ ინჟინერიის, აი ბიოქიმიის, გენეტიკის, ინჟინერიის, hardware ინჟინერიის მიმართულებით, ისეთი ძირად ღირებული ლაბორატორიები გჭირდება, სად უნდა იყოს ეს ლაბორატორიები? ხო, თითო მოწყობილობა, როცა 200,000 თითო მარტივი VNA როცა $200,000 ღირს და ერთი ჩემბერის გაკეთება, რომელშიც შენ უნდა გაზომო, სხვანაირად ვერ მიხვდები ის ჩიპი როგორ მუშაობს თუ ის რაღაცა PCB სწორად არის თუ არა გაკეთებული, უნდა გაზომო ამ ჩემბერში, ერთი ჩემბერის გაკეთება პატერის მილიონი ჭდება და როგორ უნდა იყოს ეს ყველაფერი, ხო? ჯერჯერობით ამიტომ უნივერსიტეტს არ ცვლის. ანუ უნივერსიტეტის არსებობა საზოგადოების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმავე დროს ეს არ არის განათლების ერთადერთი წყარო და
უფრო მეტიც საერთოდ არ არის რომ არ შეიძლება რომ მარტო უნივერსიტეტის ცოდნაზე გაჩერდე, ხო? პარალელურად სულ რაღაცებს დამატებით უნდა სწავლობდე. ძირითადად არასდროს არ არის საკმარისი და პირიქით ვერც იქნება, იმიტომ რომ ტექნოლოგია ძალიან სწრაფად ვითარდება, უნივერსიტეტები რო საუნივერსიტეტო გარემოში სწავლება დაიწყო, ბევრი აკრედიტაცია, სხვადასხვა ტიპის ფორმა არის საჭირო და ნუ ეგ რა თქმა უნდა ანელებს, მაგრამ ისაც შენ ახსენე რომ როცა კარგი ჭკვიანი ადამიანები ერთ გარემოში ხვდებიან, უფრო კარგი შედეგები იდება, იმიტომ რომ წარმოვიდგინე რომ ერთი ჭკვიანი ადამიანი მოხვდა ძალიან ბევრ არაჭკვიანში, ასე ვთქვათ, ჭყალებში. ხო, რა თქმა უნდა, იმას ნაკლები ინტერესი აქვს მე, რომ ნაკლები გამოწვევა აქვს. ნაკლები გამოწვევა აქვს, ხო, და რაღაცა ისევ აღარ ვითარდება და ეს რა თქმა უნდა, ეს რაღაცა გეიმიფიკაცია თუ რაღაცა შეჯიბრებათობის ალბათ, ხო, ნაწილი კონკურენციის აზარტი და ცოდნის გაცვლა. ჩვენი მიღწევა რა არის როგორც საზოგადოების, ხო, ზუსტად ის არის, რომ აი ერთი ტელეფონის შექმნაში რეალურად მილიონობით ადამიანს აქვს თავისი რაღაცა პატარა წვლილი, ხო? იქ ჩემი ქმარი ეფში როზის და თავის რაღაცა EMC გათვლებს რო აკეთებს და ალგორითმებს რო ახალ ალგორითმს რო იგონებს და ამას რო აკეთებს, ეს არის ერთი პატარა წერტილი იმ ტელეფონის თუ MacBook-ის გაკეთებაში და მის გარეშე შეიძლება რაღაცა ერთი თვით უკან ყოფილიყო, ხო? ანუ ჩვენ დღეს მარტო ადამიანი არაფერს არ აკეთებს. დღეს გჭირდება აი ასე მთელ იმაზე გლობალურად გაშლი, ამის ნაწილი იქ რაღაცა იქ მოიპოვება, ერთი ის იქ კეთდება, ხო, სხვა კუთხეში კეთდება და ესე მთელ მსოფლიოს ეს კომუნიკაცია გჭირდება და თანამშრომლობა და ამას ყველაზე კარგად კი შეიძლება რაღაც community-ში მოხვდე, მაგრამ ეს არ არის სტანდარტული ისა, ხო? ყველაზე მარტივად ამას უნივერსიტეტში აკეთებ და სწავლობ. კარგ უნივერსიტეტში ისევ და ისევ დავაყოლებ. ხო, თან დაუნჩისაც ყავდა ვეროკიო, მასწავლებელი, ვისგანაც ბევრი რაღაცა ისწავლა. მაშინ ეგრე ხდებოდა ხოლმე მიკედლებით და აი მასწავლებლის როლზეც რო ვისაუბროთ, მაშინ საქართველოს წეგან ვახსენეთ ნაწილობრივ შევეხეთ მასწავლების მომზადებას და იმ ასე ვთქვათ, მომზადებას იმ ტექნოლოგიების ცვლილებებისთვის, მათ შორის თანამედროვე ხელსაწყოებზე, რაც ახლა შეიძლება რომ გამოიყენოს სასწავლად, ხო? ჩვენ ბევრ მასწავლებელს შევხვები ვართ, ძალიან ბევრი მასწავლებელი არის ყოჩაღი, იმ გაგებით რომ თვითონ ცდილობს დამოუკიდებლად რაღაცა. ჩვენ პროექტებში როგორც წესი ყოჩაღი მასწავლებლები არიან, ხო უფრო. ხო, და ბევრი რაღაცა ისწავლონ, მე ეს ცოდნა გაუზიარო, მათ შორის ბევრი კარგი დირექტორიც ვიცით, ვინც საკუთარი სახსრებით დამატებით რაღაცა კლუბებს აკეთებს თუ რაღაცა რესურს ქმნის თავისი ბავშვებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის დასაფასებელი, მაგრამ ეს არ არის სისტემური ნაწილი, რაც შესაბამისად არაკონკურენტულ გარემოში ამყოფებს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა მოსწავლეს, ხო? აი, როგორ ხედავ შენ ამ ნაწილს? ჩემი გათვლებით ძალიან პრობლემაა, საერთო ფონი მასწავლებლების საკმაოდ დიდი პრობლემაა, მათ შორის ის გამოცდები, ერთგვარი გამოცდები, რაც თვითონ შეიმუშავა განათლების სამინისტრომ, იქაც კი ჩანს ხოლმე ის მაჩვენებლები, რომ ძალიან ნაკლები ლახავს კონკრეტული მიმართულების გამოცდის ტესტებს, ხო და ეგეც აღარ ცდებენ ხოლმე შედეგებს. ხო, შედეგებს არ, იმიტომ რომ როგორც მახსოვს 70%-ზე მეტი ვერ ლახავს ხოლმე. ფიზიკაში მაგითაც საშინელი შედეგები იყო და ხო. ხო და რამდენად მნიშვნელოვანია ჯერს რომ მასწავლებელი თვითარდებოდეს, ანუ ეს ამ პროფესიას ძალიან მარტივად უყურებენ როგორც წესი, როგორც მე ვხედავ. კი, იმიტომ რომ მაგალითად დედაჩემი იყო 50 წელი მათემატიკის მასწავლებელი და რა თქმა უნდა, ხა რაც თვითონ ისწავლა, რეალურად 50 წელი მაგას დიდად კი დადიოდა, ხა თბილისში იყო რაღაცა 5 წელიწადში ერთხელ მე მგონი უშვებდნენ პედაგოგიკის ამაღლების კურსებზე თუ რაღაც ესეთი, მაგრამ არ მგონია რომ ძალიან განსაკუთრებული რაღაცა ისა ეს რაღაცნაირად ერთად და ეს ტრადიცია გვაქვს ჯერ კიდევ შემორჩენილი რა. რომ აი ეს საკმარისია რომ მე რო უნივერსიტეტში ვისწავლე და სხვაშორის მასწავლებლთა ჯგუფებში ვარ და რამდენი მეჯერ დაუწერიათ ეს მასწავლებლებს. მე რო ვისწავლე და დიპლომი ავიღე არ იყო ის საკმარისი და არა არ იყო, იმიტომ რომ მეც ავიღე ისა რა ქვია მათემატიკაში დოქტორის ხარისხი მაქვს და ყოველდღე რაღაცას ვსწავლობ და რო არ ვისწავლო ძალიან ჩამოვრჩები ჩემს სფეროს. არა რა თქმა უნდა არ იყო, რა თქმა უნდა მასწავლებლები გადასაყვანია მუდმივ განვითარებაზე, მაგრამ ეხლა მე არ ვიცი, აი ეხლა იმდენად განადგურებულია ეს სისტემა, როგორ უნდა მოთხოვო, ნახე. იმისთვის რომ ოჯახი არჩინოს, მას აუცილებლად სჭირდება რეპეტიტორობა. ეს ნიშნავს, რომ ის საკმარის დროს ვერ უთმობს იმას, რასაც უნდა უთმობდეს სკოლაში და ამ დროს თან სკოლაში უფრო მეტი ენერგიის ხარჯვა უწევს ვიდრე მაგალითად ამერიკელ მასწავლებელს, იმიტომ რომ სისტემა არ არის. ანუ თუ რაღაცის გაკეთება უნდა თავის ტელეფონით და ინტერნეტით უნდა ირბინოს, არა პროექტორი არ აქვს ხანდახან ოთახში, სადღაც ეს პროექტორი უნდა მოიპოვოს, ხო? ვიღაცას ეჭღანოს კომპიუტერული კლასი არ აქვს, ბავშვებს ტელეფონზე რაღაცა უნდა გააკეთებინოს თუ მაგალითად ტექნოლოგიის რაღაცი, არ ვიცი, AI-ის სწავლება უნდა მაგალითად, ხო? რესურსები არ აქვს გამზადებული სახში უნდა იჯდეს, ეს რესურსები უნდა გაამზადოს, ანუ სულ სხვანაირი შრომა უწევს და კიდე რეპეტიტორობა. ეხლა როგორ უნდა მოთხოვო იმას თვითგანვითარება? ძალიან რთულია, ხო? და ცოტა გვყავს ამიტომ. ისევ და ისევ გამონაკლისები ყოველთვის არსებობს, რომლებიც თავისი ნებით და ენერგიის ხარჯზე აკეთებენ ამას, მაგრამ რეალურად ეს
და ესეც კარგად არის გასააზრებელი, რომ წინა თაობის მას იმდენი ხანი იყვნენ, აი ამ გაყინულ მდგომარეობაში, რომ ძალიან რთულია შენ რაღაცა 60 წლის ადამიანს და 50 წლის ადამიანს სხვანაირად დააწყებინო აზროვნება, თუ ის მუდმივად სკოლის მერე ისედაც სუთვით განვითარების პროცესში არისო, ხო? ხა მე და შენ ესე ვიქნებით, რავი, 80 წლამდე სულ რაღაცა ახალს წავიკითხავთ, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეგვიძლია, ხო? ცხოვრება, მაგრამ ეს რო არ ვქონოდა ეს რაღაცნაირი თავიდანვე რო არ ვქონოდა და 30 წელი ერთდაიგივე რაღაც რო გვეკეთებინა და არავის არ ეთქვა რომ უნდა განვითარდე. დიდად არ გაგვიჩნდებოდა სურვილი. ამას სჭირდება ზუსტად გვაქვს ფინეთის მაგალითი, როგორ შეცვალა მთლიანად, როგორ გახადა მასწავლებლის პროფესია ძალიან პრესტიჟული, როგორ ითხოვს აუცილებლად რომ მასწავლებელს უნდა ქონდეს მაგისტრის დიპლომი და როგორ ეს მთლიანად შეცვალა. ამის მაგალითი გვაქვს და ახლა უბრალოდ კიდე ბევრად უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებით, იმიტომ რომ საერთოდ ამ AI-ის გამო, ანუ ფინეთი როცა ამას აკეთებდა 70-იანი წლები იყო და უფრო მარტივი იყო, იმიტომ რომ მასწავლებლის ფუნქცია იყო ცოდნის გადაცემა. ცოდნის გადაცემა ბევრად უფრო მარტივი საქმეა, ვიდრე ადამიანის აღზრდა. რა თქმა უნდა, ამ ცოდნის გადაცემასაც თავისი მიდგომები ჭირდება და თავისი მთელი თეორიები არის ამაზე ნაკლები, მაგრამ მაინც ბევრად უფრო მარტივია და დღეს უკვე ცოდნის გადაცემას არანაირი ფუნქცია აღარ აქვს, იმიტომ რომ ჭკვიანი ბავშვი AI-ისთან ზის და იყენებს მასწავლებლად. ანუ ბავშვი, რომელსაც უკვე აქვს мотиваცია და დაინტერესება ინფორმაციით, ის უბრალოდ ChatGPT-ს დაუჯდება და იმას ასწავლებინებს რაღაცას. ანუ ცოდნის გადაცემა აღარ არის მთავარი ფუნქცია. მთავარი ფუნქცია არის ბავშვის ზუსტად ამ სააზროვნო სისტემის განვითარება და ამაზე არავინ არ ფიქრობს. ამაზე ევროპულმა ქვეყნებმა დაიწყეს ახლა ფიქრი, ამერიკაში კი ხედავ რა მდგომარეობა ახლა ამ ის რა ქვია სახელმწიფო დონეზე, ისეთ შტატებში როგორც კალიფორნია მაგალითად ფიქრობენ, მაგრამ აი ჩვენთან საერთოდ ლაპარაკიც არ დაწყებულა ამაზე, რომ მასწავლებლის ფუნქცია უნდა გახდეს აი ამ სააზროვნო სტრუქტურის შენება ბავშვში პირველი კლასიდან. ისეთის, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს, რომ ამდენი რესურსი რო არის ირგვლივ, ხო? ეს რესურსი თვითონ გამოიყენოს. ანუ მასწავლებლის ფუნქცია უნდა გახდეს ეს ხელი მეგზურობა, მეგზური უნდა გახდეს მასწავლებელი, ხო? და ეს ძალიან რთული ამბავია, იმიტომ რომ ჯერ მაშინ მასწავლებლის მომზადების პროგრამები უნდა შეცვალო, მე ის მასწავლებლებს, ანუ ისე უნდა ნელ-ნელა მიაშველო ეს ახალგაზრდები, რომ რაღაცნაირად ეგეთ გადაიწონოს, პლუს ამას სწორი სისტემა ჭირდება, ამ ბავშვებს ხელი უნდა მიუწვდებოდეს თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მასწავლებელს ხელი უნდა მიუწვდებოდეს ძალიან ბევრ რესურსზე და გარდა ამისა კიდევ ერთი ძალიან დიდი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ უკვე ალგორითმებს მარტივად ვენდობით და ესე არ უნდა მოხდეს. ანუ ამ მოსწავლეებმა უკვე უნდა გაიაზრონ, რომელ ალგორითმს რა ნაკლოვანებები შეიძლება ჰქონდეს, რომელი ხელოვნური როგორ შეამწყვრო ეს ხელოვნური ინტელექტი მართლა იძლევა თუ არა სწორ პასუხს და სანდოა თუ არა და ასე შემდეგ. ანუ კი, ანუ მედია წიგნიერებას დაემატეს AI წიგნიერება, კრიტიკული აზროვნება, რაც აუცილებელი ხდება და ეს უნდა არის თვითონ მასწავლებელსაც უნდა ქონდეს რა ბავშვს ამ და სისტემური აზროვნების უნდა არის, იმიტომ რომ ეხლა ხელში გაქვს და ხო ძალიან გვიჭირს ხოლმე ამის ესა გააზრება, ხო? რომ სინამდვილეში შენ თვითონ შეგიძლია როგორი აპლიკაციაც გინდა ისეთი შექმნა. თვეში $50. ნუ კაი, $100. უფასოდ შეიძლება თუ უფასოდ შეიძლება, მაგრამ ნუ ვთქვათ კარგი, ხო? რომ შენ ეხლა შეგიძლია ისეთი რთული ამის გააზრება, რომ ეს ChatGPT და Gemini და Claude და ეს რაღაცა ერთად რო გაქვს. ხო, Google კი არა, სინამდვილეში მთელი ის იყავს, რა ქვია, მთელი მკვლევარების ქარხნები ყავს რა. და ისეთი რთულია, მეც კი მიჭირს ამის გააზრება, რაღაცა მომენტებში ესე იმაშვები ხომ, ჩემ თავს ვაჭვინინგებ ყოველ დღე, რომ ასისტენტი კი არ არის შენი AI, აბა, ეხლა იფიქრე რითი რა გქონდა, რა პრობლემებზე ფიქრობდი, რომ გადაწყვეტილება გჭირდებოდა და ფიქრობდი, უი, ამას ეხლა ამდენი ფული უნდა და ეხლა იმიტომ რომ დეველოპერების უნდა გადაგეხადა და ეხლა მარტივად შეგვიძლია გადაწყვეტო. აბა იფიქრე ამაზე, ჩემ თავს ვაჩელენჯებ, არ არის ქართული სიტყვა, მაგრამ ჩემ თავს ვუწესებ ხოლმე ყოველდღე ამ გამოწვევას და აი ამასაც უნდა მივაჩვიოთ ბავშვები, რომ ამ ხელა ინსტრუმენტები აქვთ ხელში, ასისტენტები კი არა. ხო, ანუ რაღაცა იმისი რა, კვლევითი ინსტიტუტების დირექტორები არიან ფაქტობრივად რა. ხო და აი რესურსებს ვქვით ან ტექნოლოგიურს გარდა ამ AI და ამ შემდეგ და ისეთ ქვეყანაში ცხოვრობ, სადაც გვაქვს შესანიშნავი ორგანიზაცია ჩართე, რომელიც შემოწირულობით თავისი ძალიან დიდი ენერგიით ძალიან მაგარ საქმეს აკეთებენ და აი ამ ადამიანებს, ვისაც მაგალითად მოსწავლეებს, აი შემოწირულობთ კომპიუტერები არ აქვს სახში, რომ ის დამატებით ცოდნა ეხლა რაც ჩვენ ვისაუბრეთ ხელმისაწვდომად გქონდეთ მაგათ აძლევს რაღაც შესაძლებლობას, რომ ინტერნეტს ვრთავს, კომპიუტერს აძლევს და ამ შემდეგ. და ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც საჭიროა დამატებითი ორგანიზაცია გყავდეს, რომელიც ამ საქმეს გააკეთებს.
როცა განათლების სამინისტროს პირველადი ალბათ რავი ფუნქცია უნდა იყოს, რომ ეს ხელმისაწვდომი ცოდნის გაზიარებასთან ერთად ხელმისაწვდომობა ქონდეს ტექნიკურადაც, მათ შორის ბავშვებს მოსწავლეებს, ხო? ოჯახში ერთი კომპიუტერი უნდა მაგრამ აი ბუკებს ხოვრიგებენ ყოველ წელს და სინამდვილეში რომ გადათვალო. ანუ პირველი კლასიდან ამ მოცულობით არ ჭირდება ბავშვის კომპიუტერი. ანუ პირველ კლასში ბავშვი სულ პირიქით კომპიუტერის გარეშე უნდა ვითარდებოდეს და ესე სწავლობდეს ალგორითმულ აზროვნებას, შეიძლება პატარა რობოტებით და შეიძლება დღეში 1 საათი სკოლაში საჭირო იყოს ეს კომპიუტერი. რეალურად მთელი ძალიან საჭირო ხდება დაახლოებით მე-4-მე-5 კლასიდან, ხო? სანამ ეს ბავშვი მე-5 კლასამდე მივიდა 5 წლის ბუკი ხო წარმოგიდგენია ეხა როგორ მუშაობს. მარტივ პროგრამებს ვეღარ აყენებ და ისედაც მოუსწრეს ოჯახში, იმიტომ რომ არ ქონდათ კომპიუტერი და ყველა ამ ბუკს იყენებენ. ხო, რამდენი მაგალითი გინახავს ასეთი. ეს ფული რო გადათვალო, გადასარევი მოძრავი, როგორც ამერიკულ სკოლებს აქვთ, ხო? აქვთ რაღაცა 2-3 მოძრავი კლასრუმი, საკლასო ოთახი, ხო? ანუ ეს რას ნიშნავს, რომ 20 ლეპტოპი, თქვათ აქვს 100 ლეპტოპი. ან Chromebook-ი სკოლას და რომელ მასწავლებელს სჭირდება გაკვეთილზე იქ შეაქვს. და აქვს კიდე ბიბლიოთეკა კომპიუტერები, ან ბავშვს თუ არ აქვს სახლში კომპიუტერი, ზის ბიბლიოთეკაში და ბიბლიოთეკით კომპიუტერით სარგებლობს ძალიან კარგად. ეს არის სწორი მიუხედავად იმისა, რომ ის ქვეყანა, სადაც გაცილებით უფრო იაფია კომპიუტერის ყიდვა, ხო? მინიმალური შემოსავლის მე-13 ღირს კარგი ლეპტოპი, ხო? დაახლოებით ესე არის. ნორმალური ლეპტოპი, რა ვიცი, $1000 ძალიან მშვენიერ მოსწავლისთვის მთლიანად ეყოფა, ხო? ყველაფერზე ესეთი ლეპტოპი. და მაინც ესეთი სწორი მიდგომა. ეხლა ჩვენთან ეს ჩარტი ხო ძალიან ბევრ ფუნქციას იცი რომ მაინც ვერ ახერხებს, იმიტომ რომ მაგალითად ერთ-ერთ სოფელში ახლახან იყო ეს ამბავი, რომ ბავშვი აღმოვაჩინეო მარიამი ამბობდა, რომელსაც უნდა რომ მასწავლებელი, მათემატიკის მასწავლებელი გახდესო. და თან ძალიან ბევრ შრომობს ფიზიკურად და მე ეს რომ გავიგე რაღაცნაირად ისე რაღაცნაირად მომხვდა გულზე, ხო? და ჩემ ქმარს რო ვუთხარი, უიმეო კვირაში ერთხელ შევხვდებიო, იმიტომ რომ ჩემი ქმარი მათემატიკოსია და მიხვდს რომ ინჟინრად მუშაობს, მათემატიკა არის მისი სიყვარული, თავის ამ ბოლომდე და მთელი სფერო ძალიან კარგად იცის, ჩემზე ბევრად უკეთესად. ყოველ კვირა შევხვდები 1 საათით და რაღაცეებსო იმას ვიზამო, რა უფრო მეტად შევაყვარებო, რაღაცებს ვასწავლოთ. ვერ ვაკეთებთ, იმიტომ რომ სოფელში არ არის ინტერნეტი. სკოლას აქვს ისეთი ინტერნეტი, რომ ვიდეო ჩართვას ვერ გააკეთებს და წყდება ხოლმე, მაგდის ინტერნეტი ძლივს იჭერს და ასევე ვიდეო ჩართვას ვერ გააკეთებს და ესე გვინდა ამ ბავშვს რაღაცნაირად დავეხმაროთ და ვერ ვეხმარებით. ხვდები, აი ესეთ მდგომარეობაშია ქვეყანა და ესენი წლებს აკლებენ და რაც მუშაობს იმას ხურავენ, ხო? ხო, მეგობრებო, ჩარტეს ლინკი იქნება აღწერაში. დაწვენებული ყველა მიცით ვინც მე მიყურებს ამ გადაცემას უყურებს, მაგრამ ვინც არით შეგიძლიათ გადაადევნოთ თვალი, შეგიძლიათ პატარა შემოწირულობა გააკეთოთ და ამ შემოწირულობით მარიამი და მისი მთელი გუნდი შეიძენს ლეპტოპს, ასე ინტერნეტიზაციას, ანუ ინტერნეტით მოამარაგებს ოჯახს და ასევე გადასცემს ლეპტოპს ძალიან მაგრა საქმეს აკეთებს 3000-ზე მეტი ადამიანი ყავთ ესე ვთქვათ ვისაც მოსწავლე უკვე ბენეფიციარი და ძალიან მაგრა საქმეს აკეთებენ და იმედი მაქვს რაღაცა მომენტში ეს სახელმწიფოს მიხვდება რომ რაღაცა უფრო მეტად უნდა ჩაერთოს კონცერტები კი არ უნდა აკეთოს 3 და 5 მილიონით რეგიონებში ამაში კი არ უნდა ხარჯოს მომავალზე უნდა იზრუნოს და აი ამ ელემენტარული პირობით არანაირი ეს ფუფუნების საგანი ეს ნამდვილად არ არის უზრუნველყოს მთელი მოსახლეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეს არის რავი ყველაზე მაგარი ამბავი რაც შეუძლია გააკეთონ ძალიან მარტივად მაშინ ბოლო ნაწილზე მინდა რომ ჩვენ რაღაც გეგმაც გვაქვს ხო მოკეთ ნანა თავისი ეს თქვა ერთ-ერთი ფორმატით რომელზეც მალე მოგიყვებით გააკეთებს ხოლმე გადაცემას იმედი მაქვს რომ ეს რაღაცა ძალიან მუდმივი ხასიათის გახდება თვითონ ამერიკაში უამრავ ადამიანთან მიუწვდება ხელი ქართველთან უცხოელთან რომელიც საქართველოსთან წასული ძალიან მაგარ რაღაცებს ქმნიან და ჩვენ ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს და ამ ფორმატში ძალიან ტექნიკურად, უბრალოდ ტექნიკურ ადამიანებს, ძალიან მაგარ ადამიანებს სხვა ტექ კომპანიებში და არა მხოლოდ საინტერესო ამბებით გაგვაცნობს, გაუზიარებს საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს მაყურებელს ასე ვთქვათ და მოდი რაღაცა 1-2 სიტყვით ვთქვათ, ბოლომდე შეგვიძლია არა, იმიტომ რომ ის არის რო არ მოვიწყოთ არის რაღაცა დამუშავების პროცესში ეს ყველაფერი, რას ფიქრობთ, რა შეიძლება გავაკეთოთ და რატო შეიძლება რომ დააინტერესოს ჩვენს მაყურებელს. ანუ რეალურად ისე გამოდის, რომ
ყველს კარგ ადგილას ვცხოვრობ რა ამ სილიკონის ველზე, სადაც ბევრი ქართველი გვყავს უკვე. მე მგონი 100-ზე მეტი ქართველია ირგვლივ, რომელიც ტოპ კომპანიებში მუშაობს. Google-ში, Nvidia-ში, Cisco-ში, Amazon-ში, Meta-ში და ამ ქართველების ცოდნა არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ვერანაირად ვერ ვიყენებთ. მე კი ვცდილობ ხოლმე როცა რაღაცა პროექტი მაქვს ან სტუდენტებს შევახვედრო, ან მოსწავლეებს შევახვედრო, სადაც ვახერხებ, მაგრამ არ არის ეს საკმარისი, ანუ სინამდვილეში ამ ხალხის გამოცდილება და ცოდნა არის ძალიან იდეებიც მათ შორის, ხო, როგორც ხა ვინც მოახერხა მაგალითად ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელიც ძალიან მაღალი დონის ინჟინერი არის ერთ-ერთ დიდ კომპანიაში, შუამავალი კომპანიის გავლით, აქ კვლევითი ცენტრი გააკეთა და ამ კვლევით ცენტრში 25 ადამიანი ყავს დასაქმებული, რომელიც აი როგორ კვლევებზე მუშაობს, იცი, აი ახლახან რო დიზაინ კონზე საუკეთესო paper-ის რო მიიღო, რა საუკეთესო კვლევის ჯილდო რო მიიღო და ეს საინჟინრო სფეროში დიდი ამბავი არის. აი ასეთ კვლევებზე მუშაობენ. მაღალ სიჩქარიანი ჩიპების და რუტერების განვითარებაზე საქართველოდან. ეს ხო, აი საქართველოსთვის ეს ამბავი რომ ეს 25 ინჟინერი ბანკში კი არ წავიდა და რაღაც მარტივ აპლიკაციებს კი არ წერს, კი არ ვაკნინებ, მაგრამ სამეცნიერო თვალსაზრისით მარტივია, ხო? არამედ საინჟინრო კვლევებზე მუშაობს, ეს არის უზარმაზარი მიღწევა და აი სულ მგონია რომ ეს ცოდნა ამ ცოდნას ქვეყანა ვერ იყენებს და ძალიან მინდა ხოლმე რომ აი ეს ადამიანები გაგაცნოთ ერთი ამბავია და მეორე ამბავია რომ იქნება ვიღაცას კიდე იდეები, იქნება ამ ადამიანებმა უკეთესი იდეები მოგცენ, სადრისი განვითარება შეიძლება, იქნება ვიღაცას მე ვიცი რომ ძალიან მიყვარს ადამიანების დაკავშირება ერთმანეთთან, იმიტომ რომ სულ მგონია რომ შეიძლება ორი ადამიანი ცალ-ცალკე რაღაცას აკეთებს და უცებ ერთად გაცილებით უფრო მაგარი რაღაცა. ჯილდოს გაქვე მგონია გიორგის გიორგი ხაშვილის სახელობის კოლექციონის ვირტუალების ხო? და ძალიან ძვირფასია ჩემთვის, იმიტომ რომ გიორგი იყო თვითონ ასეთი ადამიანი, რომელიც სულ ამას ცდილობდა და ძალიან დაგვაკლდა ზოგადად ამ სტარტაპ და ტექნოლოგიურ ეკოსისტემას. ცოტა გამოვაფხიზლებდა, მე მგონი გიორგი დაჭირდებოდა ეხა ამ დროში განსაკუთრებით. ნამდვილად თავისი სიკეთით და ადამიანობით და ზრუნვით და ყველაფრით და აი რაღაცა მინდა რომ ამ ადამიანები თან ყველა არ არის ეხა მე რაღაცნაირად იმიტომ რომ ამდენი პროექტი მაქვს და ის არის რაღაცა სულ ჩანვარ ხოლმე, მე მგონი მეტის მეტად ჩანვარ ხოლმე მედიაში და ვინც აქტიური არ არის, იმასთან მედია არ მიდის იქეთ. ამიტომ ჩვენ დამივიდეთ და ჩვენ და გამოვაჩინოთ ეს ადამიანები და გარდა ამისა, აი მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება როგორ არის სკოლები მოწყობილი. ფანტასტიკია, სულ მინდა ხოლმე რაღაცა პატარა ექსკურსიასავით გავაკეთო კომპიუტერული მეცნიერების მუზეუმში, იმიტომ რომ აი ფანტასტიკური მუზეუმია მართლა. ყველაფერი აქვს, აი როგორ დაიწყო ამ იმის რა ქვია, განვითარება. პირველი არჩევნებისთვის რაც შეიქმნა არჩევნები კი არა, ესე იგი სენსუსი არის მოსახლეობის აღწერისთვის რაც შეიქმნა, პირველი მთვლელი მანქანები, უბრალოდ რომ პერფობარათებით რომ ინფორმაციას რო ინახავდა, აი იქიდან დაწყებული, აი ყველაფერი აქვს. და ძალიან მინდა ხოლმე აი ეს რაღაცებზე კონფერენციიდან ჩართვები გავაკეთო, უბრალოდ აი ვერასდროს ვერ მოვაბი ტექნიკურ მხარეს თავი და მოკლედ ავტომტირდება რომ ტექნიკურად დამეხმარება ამ რაღაცებში და იქნება რამე საინტერესო გამოვიდეს TechCrunch-ის ქვეშ. კი, იმიტომ რომ იმდენ საინტერესო მე თვითონ კომპიუტერის ისტორიის მუზეუმშიც ვიყავი, შენი შედიდობით და ძალიან საინტერესო რაღაცები, მათ შორის სკოლის ნაწილის და შენ ყველაფერი საინტერესოა იქ, რასაც ვხედავ ხოლმე. შენთან სულ მინდა ხოლმე ამის გაზიარება, მაგრამ მგონია რომ არც არ მქონდა იმდენი დრო რომ ეს ყველაფერი გავუკეთებინა და მგონია რომ შენ ბევრად კარგად გამოდივარ. მე უფრო მოცლილი ვარ. ანუ უფრო მეტი საშუალება გაქვს ამ ყველაფრის, რა თქმა უნდა და მგონია ჩვენს მაყურებელსაც მოეწონებათ ეს ყველაფერი. ხო, იმედი აქვს რომ მოეწონება. რა კიდე შეგვიძლია რა შეგვიძლია. ანუ ესე იგი რა ხან დავაანონსეთ უკვე სხვა გზა არ არის. სხვა გზა არ არის, ხო. მინიმუმ თვეში ერთი ნანას გადაცემა იქნება TechCrunch-ის მაყურებლებისთვის, ასე ვთქვათ, ჩვენს არხზე და აუცილებლად გამოიწერეთ, დაწერეთ კომენტარები, გააზიარეთ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან პატარა არხია და შთაბეჭდილება რჩება რომ ტექნოლოგია არ უყვარს საქართველოში ხალხს და მოდი აბა ის ვთქვათ გამიქარწყლეთ ეს ცოდნა გავავრცოთ. ხო, ეგ მე მგონი ეგ მისია გვაკისრია დღეს ყველას რომ ხო ფაქტობრივად ძალიან გაჯერებულია უკვე რამდენი ხანია მთელი ეს საინფორმაციო სივრცე ტრეშით არის, ნაგვით არის გაჯერებული პირდაპირ ამ სიტყვის იმის რა ქვია, ის რაც ტვინს აბინძურებს, ანუ არც კი გასვენებს ისეთი კი არა რაღაცას უყურო და დაისვენო, აი კარგ სერიალს რო უყურებ მაგალითად, ესეთი კი არა, აი ძალიან დაბალხარისხიანი იმითი არის, კონტენტით არის გაჯერებული და მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი მისია გვაქვს ყველას, ვისაც ეს გვესმის, რომ შინაარსიანი კონტენტი წინ წამოვწიოთ.
ჩვენს გამო კიდე არ აუშავს ახალგაზრდა თაობის გამო, რომ ახალგაზრდა თაობისთვის ის რა ქვია, ნაგავი კი არ უხდებოდეს ხოლმე, როცა სკროლას ვერ გადავაჩვევთ, ხო, ადამიანის ეს დოპამინის, იული დოპამინის ამბავია, მაგრამ იმას მაინც ვეცადოთ, რომ უფრო მეტი პოპულარიზაცია გავუწიოთ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ცოდნის გავრცელებას. ხო, ეს რაც მეტი ინფორმაცია ექნება, მრავალფეროვანი ინფორმაცია, მით უფრო კრეატიულები გახდა, ეს კრეატივი მეტი არაფერი არ არის, თუ ანუ ადამიანო თვალი, საინტერესო რაღაცებს, შეიძლება თქვენი სფეროს მიღმა, ეგ უფრო საინტერესო არის ხოლმე და მე რაღაც მომენტში ამ კავშირებს შეკრავთ, რომ შეიძლება რაღაც კონკრეტულ იდეაზე მუშაობდეთ და ის ერთხელ ნანახი საინტერესო პოდკასტი ან რაღაცა მოკლე ვიდეო დაგეხმაროთ ამ პრობლემის მოგვარების გადაჭრის მოკლედ მოგვარებაში. რა თქმა უნდა. და ეხლა ჩემი პოდკასტი არაფერი, მაგრამ რობოტებზე ძალიან ბევრს აკეთებ ხოლმე და მე მგონი ეს პირდაპირ ძალიან საინტერესოა. იმისთვის მოსწავლეებისთვის და ახალგაზრდებისთვის და წამოსაწევი კონტენტია. კიდევ ბარემ ამაკაც დავანონსებთ, წავით, რომ ოქტომბერში გვექნება ძალიან დიდი ღონისძიება. ჩვენი სურვილით და ასე შემდეგ მგონია საქართველოში ამ ტიპის ღონისძიება, რომელიც მოიაზრებს სხვადასხვა ტექ კომპანიების გამოფენას, პლუს საკონფერენციოს და მაღალი დონის წამყვანი კომპანიებიდან ადამიანებთან გამოსვლებს და კომუნიკაციას, მასტერ-კლასებს, ვორქშოპებს და ასე შემდეგ და ამაზე უფრო დეტალურ ინფორმაციასაც ძალიან მალე მოკლედ დროში გაგიზიარებთ. მოკლედ წელს მე ნანა და კიდე ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენი მეგობრები და კოლეგები ძალიან მაგარ რაღაცებს გეგმავთ და აქ რა თქმა უნდა ყველას თქვენგანის მხარდაჭერა დაგვჭირდება და ეს მხარდაჭერა რა თქმა უნდა გამოწერაში და ლაიქებაში და გაზიარებაში გამოიხატება ამ ეტაპზე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაიხადო სტუმრობისთვის და უკვე სტუმრობისთვის აღარ გამოდის პრინციპში უკვე ერთ არხზე ვიქნებით და ბევრ საინტერესო რაღაცას შევქმნით ერთად და მოკლედ რა წარმატებას გისურვებ შენც და ჩვენს მაყურებელსაც მოკლედ დაგემშვიდობებით მომავალ გადაცემამდე.